მოგესალმებით ბატონო დაჩი დავბრძანდით თუ შეიძლება გაფრთხილებით დავიწყოთ სანამ საუბარს შეუდგებით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის მე თქვენ ძალიან ბევრი წლის მერე პირველად გხედავთ ასე ვიზუალურად და ასაკი შემოგპარვიათ იმ ახალგაზრდას რომელიც სრულიად ახალგაზრდა დაჩი ცაგურიას რომელიც შიშველი ხელებით და ხმალამოღებული ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც დღეს თავისუფლების აღკვეთის ადგილას განისვენებს და დარწმუნებული ვარ თვალსაც გვადევნებს, მით უმეტეს თქვენ, რომელსაც განსაკუთრებით ვერ გიტანდათ ეს ასე უნდა ითქვას. გაფრთხილების ტექსტი თქვენ ნახეთ და გაეცანით, გთხოვთ მოაწეროთ ხელი. მასში არის მოცემული იმის შესახებ ინფორმაცია, რომ განზრახ სრულახსნა განმარტების მოცემა კომისიისთვის კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო დაჩი, რამდენი წლის იყავით, როდესაც რეჟიმთან ბრძოლაში ჩაებით და რომელი წელი იყო ეს თუ გახსოვთ? ეს სტუდენტი რო გავხდი 98-99 წელი იყო და იმის მერე ძალიან აქტიური ვიყავი ყოველთვის. საზოგადოებრივად. მაგრამ როდის დადგა ის დრო, როდესაც თქვენ მიხვდით, რომ სააკაშვილს ქუჩაში უნდა დაუპირისპირდეთ? სხვათა შორის მადლობა ღმერთს და ძალიან მიხარია, რომ ეგ მე ჯერ კიდე რევოლუციამდე აღმოვაჩინე. აი მაგალითად მე თავიდან სტუდენტი რო გავხდი, მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც შევარდნაძე ძალიან არ უყვარდათ რა და მიზეზიც ჰქონდათ ამისი ბაბუაჩემი ეს მეღვინეებს რო დაერიან ერთ-ერთი ძველი ცნობილი ამბავია არ ვიცი იცით თუ არა და გომის სპირტის ქარხნის დირექტორი იყო ბაბუაჩემი დემური ჭოლოკავა და დაიჭირეს ისიც და ნუ სახში გავიზარდე ისეთში სადაც შევარდნაძის გამოჩენაზე ბაბუაჩემი ვისი გაზდილიც ვარ და ეხა 85 წლის არის ბაბუაჩემი და მისი გაზდილი ვარ ან საფერფლეს რო დახალმე ტელევიზორს და ხელშიდაც მოხდებოდა და ნუ მეც სტუდენტი რო გავხდი ძალიან არ მიყვარდა ის ადამიანი და ძალიან ესე დაუპირისპირდი ჩემი სტუდენტობის პერიოდში. მაშინ იყო რომ აი პანკისის ხეობა დაიბომბა, რუსეთის საელჩოსთან ვაწყობდით აქციებს, კოდორის ხეობაში ჩავდიოდით იქ რომ ხარდაჭერა გამოგვეხატა, კოდორს რო იცავდნენ, ქალბატონი ნორა იგავიცანი მქონდა ბედნიერება რომ მაგ ადამიანს პირადად აი ჩემი სტუდენტობის პერიოდში გავცნობოდი და აუც მოვაგროვებდით ხოლმე იქ რაღაც ფქვილს და რაღაცეებს და ჩავქონდა და ძალიან ისეთი სააკაშვილი სად გაიცანით? სად გამოიცანით? სააკაშვილი სად გავიცანი და აი თუ გახსოვთ მაშინ რუსთავიორში სპეცრაზმის შესვლა რო დაერქვა იმ რაღაცას რო გადასახადებს რო არიხდიდნენ და რო იყო ერთი ამბავი და ნუ მაშინ მეც გულანთებული სტუდენტი რა თქმა უნდა რას ქვია სიტყვის თავისუფლება შეიძლება ეს შევარდნაძის დროს ხდება რომ შევარდნაძის პერიოდია კი ეს არის თუ ვცდები 2001 წელი იყო თუ 2000 წელი. აი ჟვანია რო გადადგა და თარგამაძე რო გადავაგდეთ. ვიხაროდა ძალიან რკინისკაცი გადავაგდეთ, ჭკუაზე არ ვიყავით. ეს იყო ის პერიოდი, როცა პირადად გავიცანი უკვე ესე ახლოს რა, რომ მაშინ პრაქტიკულად ჩემი დაორგანიზებულია მთელი სტუდენტური მოძრაობა უნივერსიტეტიდან, რაც წამოვიდა და ის მთელი ერთი კვირა იყო თუ რაღაცა 7 დღე თუ 6 დღე იყო, რომ აფუიდექით პარლამენტის შენობის წინ გადადგა ჟვანია, გადადგა მერე თარგამაძე და ძალიან გახარებულები მოკლედ ვიყავით მაგის გამო და იმ დროს იყო სააკაშვილი ამ ბრძოლაში იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა და ჯერ პარტია არ ქონდა გაკეთებული, მაგრამ როგორც ჩანს გადაწყვეტილება ქონდა და აი ცდილობდა რომ ჩემთან ემეგობრა და ეძმაკაცა და აუ და დაჩ მირეკავდა და რაღაცები არა. მე ამ ურთიერთობაში ერთი ეპიზოდი იყო რა, თუ საინტერესოა მოუყვები ამას, ჩემი გაცნობა აი ამ შენობაში პრაქტიკულად კი მანამ გავიცანი და ამ აქციებზე მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ესეთი ისტორია მაქვს რა, რომ ერთი შევარდნაძის დროს ვარ 4 ჯერ დანაჭერი დიქტატორი შევარდნაძე და 4 ჯერ დამიჭირეს. ოღონდ არც ერთხელ აი ობიექტურად ვიძახი რა, მართლა არც ერთი დაჭერის დროს მე არ უცემი ვარ მათ. ვარდების რევოლუციამდე. დიახ, კი. მიჭერდნენ ხოლმე რაღაცა აქაც ვარ ნამყოფი უშროების სამინისტრო თუ რაღაცა იყო აქ მაგ კაპეზაშიც ვარ ნამყოფი. ძირითადად იყო ხოლმე რომ ქალაქიდან სადღაც გამიყვანდნენ, ჩაუმაგდებდნენ იქ მანქანიდან და მე რაც ჰქონდა დაგეგმილი ის ჩაიშლებოდა ხოლმე რა და ერთ-ერთი იყო ესეთი როცა შევარდნაძე მოდიოდა უნივერსიტეტში
შეხვედრაზე, აი მაგ აქციების მერე რომ იმას ხო უყვარდა ეს რაც გაბედული ნაბიჯების გადადგმა და აი სტუდენტებთან მოსვლა და არა მხოლოდ უყვარდა გაბედული კაცი იყო ეს თქვა თუ შეგრცხვება ამის თქმის კი ბატონო ალბათ ხო არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ნუ მაგ ვემზადებოდი მე ამ შეხვედრისთვის რომ იქ უნდა გამოსულიყავი და დამედუღებია ასე ვთქვათ რომ აი ხა შევალ და იმის პეტრე მელიქიშვილის ბიუსთან რაღაც დამაკავეს, წამიყვანეს, რაღაც ჩამომსვეს იმასთან საგურამოსთან თორცლები ნავდარა ანტკარი თუ რაღაც სოფელი ერქვა ის მახსოვსის წარწერა და იქ ჩამომაგდეს მანქანიდან. ოღონდ მთელი გზა მართლა არც ხელი დაურტყიათ, არც შეპირიქით მე ანთებული სტუდენტი ამათ თქვენ დიქტატორის მსახურებო მთელ ამბავში ვიყავი და იქ ჩამომსვეს მანქანიდან და ბატონო დაჩი და ხუმრობდით ხოლმე მე და ანუ შეიძლება თამამად თქვათ რომ ცაგურია რომელიც არაერთხელ მოხვედრილა დაკავების ან პატიმრობის პირობებში ვარდების რევოლუციამდე ბევრჯერ ყოფილა მსგავს სიტუაციაში მაგრამ თქვენზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელა რა თქმა უნდა მაშინ ციხეებში და დროებით დაკავებით იზოლატორებში და ასე შემდეგ იყო ადამიანის ცემის და წამების ფაქტები ეს ვიცოდი და მაგიტომაც ანუ მარტო ბაბუაჩემი არ იყო მიზეზი რატომაც შევარნაძე არ მიყვარდა ანუ იყო რეალური მიზეზი მაგრამ თქვენთან მიმართებაში არ ყოფილა მე პირადად არავის ხელი არ დაურტყია არც ერთ ჯერზე პატრონაჩი ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდზე უნდა გადმოვიდეთ საკმაოდ სწრაფად მაგრამ აი გაცნობის ეპიზოდი რომ აი მაგაზე ხა რატო მოვყევი ხა ეს ყველაფერი რომ ეს რომ გაიგო რომ დამიჭირეს და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი მირეკავს რომ აუ პლენარული სხდომა უნდა იყოსო პარლამენტისო და შენო უნდა შეგიყვანოთო იქო და იქ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირეს და რაღაცა მოკლედ უნდა მეთქი კი ბატონო შემოვალ და შევიდეთ და აქ რომ მოვედი მე მგონი ადეიშვილი იყო იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მიშა ესე აქეძის მე ეს მარცხენა მხარეს ვანო და ადეიშვილი ესე და აქ აბა რა მოხდა და დაგიჭირეს და ეხლა 3 დღეში არის თუ რამოდენიმე დღე იყო აღარ მახსოვს პლენარული სხდომა და კი ბატონო მოუყევი რომ ეს დამიჭირეს წამიყვანეს დავახურე თავზე ჩამომსვეს იქ და მე მოვედი უკვე დამთავრებული იყო შეხვედრა მომიტანეს მობილური ან მობილურით ჩავამართეს რა და მიშა მეუნება რომ არაო დაჩიო ეხლა კიო ის არისო მაგრამ ეგრე არ მოყვეო რა და მეთქი აბა როგორ უნდა მოყვე ეხლა რაც მოხდა ეგ არის და როგორ უნდა მოყვეო და ხო იციო თეთრი ხელთათმანები თუ არ გამოვაო აქ ბრძოლაო და ესე უნდა მოყვეო რომ იქო დექიო და თქვიო რომ აი რომ წამიყვანესო ჩამიყვანესო მიტოვებული აგარაკი სარდაფშიო იქო შემოიტანესო ის მაგინებდენო შეურაცხყოფს მაყენებდნენ და შემოიტანესო ვიდეო კამერაო შემოიტანესო დუბინკაო და პრეზერვატივი წამოაცვესო ზედო და შარლის ჩახთა დამიწყესო და იღებდენო და მეუნებოდენო რომ ეხაო გაგაუპატიურებთო შენო და რაღაცა რა და მიშა მეუნება ამას სტუდენტი ვარ 19 თუ 20 წლის და მე ნახალოკაში დავიბადე გავიზარდე აქაც და ვიცი რო წარმოვიდგინე რომ ეხა ეგ ისტორია უნდა მოვიგონო ჯერ ხო რაღაც მოუყვე რაღაცა ტყუილი ჯერ ამხელა ტყუილი და ამხელა უბედურება და ნამდვილად გახსოვთ რომ ამა სააკაშვილი გეუბნებოდა როგორ არ მახსოვს კაცო მან გავგიჟდი კინაღა მე დავახურე თავზე მეთქი რას მეუნები მეთქი ეგეთი რამე როგორ მოგაფიქრდა მეთქი ან როგორ მაკადრეთ მეთქი ეგეთი რამე რომ მე ეგეთ რამეს მოუყვევი მეთქი ნამუსი არა გაქვს დავახურე თავზე სამივეს და წამოვედი ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას ადეიშვილი მერაბიშვილი და სააკაშვილი მერაბიშვილიც კი უფრო მეც ვინ ლაპარაკობდა მიშა ლაპარაკობდა იმათ ხმა არ ამოუღიათ მიშა იყო ძირითადად მაგის ის რა და ხო რო აი რაღაცა და ჩვენ ვითომ ის ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია ხო არა სხვათა შორის მე ეგ ისტორია ზუსტად რა ну ეგ ისტორია ზუსტად დაემთხვა ერთ-ერთში რას რომ მე კმარა გააკეთა მაგან რაღაცეები ის ორგანიზაციები და ონიანმა მოყვა მე სიტყვა სიტყვით ზუსტად ეს ყველაფერი რაც მაგან ტელევიზორი რო ჩავრთე და რო უსმინე ერთ-ერთი აქტივისტი იყო მაგათი ეგ რომ მოყვა მეთქი მიშა შენი მე რაც არ გავაკეთე ვიღაცას გააკეთებინეს რა და მან გავიცანიანს რასაც ჩაძახებ იმას ამოგძახებს რა არა მხოლოდ დამოგძახებს ძალიან კრეატიულიცაა და 15 იუნის სხვათა შორის თავში ურტყა დუბინკები ახალგაზრდებს ერთ-ერთ ჩემ თვალწინ რომ ჩაარტყა უკვე დაჭერილი ვიყავი გონება დაკარგული დავარ და კი მახსოვს ნაძალადევში მეც დამძდევ და იარაღი უნდა ჩაგიდეო მაგრამ მაგას დავანებოდი თავი
ესე იგი, თქვენ მიხეილ სააკაშვილს შეხვდით როგორც ოპოზიციონერს იმ დროს, ებრძვის შევარდნაძეს. აი გადადის ოპოზიციაში. გადადის ამ შეხვედრას პარლამენტის ამ შენობაში ესწრება. კი ბატონო. ვანო მერაბიშვილი, რომელიც მერე უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, უკვე ვარდების რევოლუციის დროს და ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი გვხვდებათ და სტუდენტ ახალგაზრდას აქტიურს, ლიდერს, სტუდენტური მოძრაობის ლიდერს, დღევანდელი ზოგიერთი ახალგაზრდისგან განსხვავებით, რომელსაც ორგანიზებაც სწორად შეეძლო აქციის, კრეატივიც არ აკლდა, ენთუზიაზმი, სისუფთავე და გულწრფელობა ეუბნება, რომ შენ მოიტყუე და თქვი ის, რაც თქვენ ბრძანეთ. კი ბატონო. კი ბატონო. უარი რომ უთხარით, რით დამთავრდა ეს? იმით დამთავრდა, რომ აბა ეხა თეთრი ხელთათმანებით ხო ისა და თან იცოდა ეს, რომ ჩვენ ოჯახის ამბავი რაღაცა და აი და ესო ხო დაიჭირა ბაბუაშენი მაგან და მანამ მქონდა მილაპარაკია მაგაზე და მეთქი მე ბაბუაჩემი რომ დაიჭირა, ეხა ისინიც რო ეგრე ბაბუაჩემი ვიტყვილა დაიჭიროს ფეხებზე არ კიდია, ეხა თუ დაჭირდება და ეხა მეთქი ჩემ გაუპატიურებაზე ჩავასმევინო, მეთქი ხალხი 20 წლიანი სასჯელებით, რაც მოხდა იმას მოვყვები, იმაზე აგონ მეთქი პასუხი და ეხა მაგას მეთქი ეხა რომ ეხა მაუპატიურებდნენ მეთქი მაგას როგორ ვიკადრებ მეთქი და როგორ მოყვები მეთქი და ძალიან ისე ვეჩხუბე როგორ ვიკადრებ ხო როგორ მე ვაფშე როგორ ჯერ თქვენ როგორ მოგაფიქრდეთ მეთქი ეგეთ რამე და მე როგორ მაკადრეთ მეთქი რა ეგრე მიცნობთ მეთქი რომ მე აი ხო ხდებით ვიღაცა რაღაცას რო გეტყვის რაღაცას რო გაგიბედავს რაღაცას რო გაკადრებს ხო შენც ცეთი ადამიანი უნდა იყავით რომ ტყუილის თქმა გთხოვეს ხო რა ტყუილისთან როგორი უბედურების ეხა და ძალიან მეწყინა ეხა ეგ და დავახურე თავზე ვითხარი რომ მეთქი ეგეთი რამე წამოვედი ამის მერე დასრულდა თქვენი ამის მერე ნუ უცდილობდა ხოლმე მაინც რომ რაღაცა ის სტუდენტური მოძრაობის გამოყენებას ის უცდილობდა ამბებში მაგრამ ჩემთვის უკვე ის იყო ეგ რაღაც წითელი ხაზი იყო რა უკვე დავინახე ეგენი ვინც იყვნენ რაც იყვნენ სხვათა შორის კმარას რო აკეთებდა მაშინ მაგან შემუთავაზა და მითხრა რომ აი ესე ვაკეთებ და აბა იქნებ შენ ჩაუდგე და მე უარი უთხარი მაშინ და მე ახალაია ბაჩომ ჩაიბარა რაღაცა იქ ეს ისა და ბატონო კმარა მოძრაობა იყო ეს კმარა რომ შეიქმნა თქვენ შემოგთავაზეს კმარაში ხელმძღვანელი როლი შენ მიხედეო თვითონ მითხრა და ხელმძღვანელი რომ და უარი უთხარით იმ შეხვედრის გამო ანუ იმ შეხვედრის ახლა კიდე ბევრი დიდი ხანი იყო ხო ესა ხედავდი ახლა ამას რომ ეს არის რა არ მოგწონდათ სააკაშვილში რატო არ დათანხმდით როგორ გითხრათ პირველ რიგში ძალიან არასერიოზული ადამიანი იყო ხო აი მაგას შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ეგ რომ ცანცარა არასერიოზული ადამიანი იყო ეხა და თან ხედავდი რომ ყველაფრის მკადრებელი იყო და ეხა არ ვიცი კი ბატონო განსხვავებული აზრია და მეც ბევრ ამას ეხა სხვანაირად ვაფასებ იგივე შევარდნაძესთან მიმართებაში მაგრამ მე რომ ვიცი ის ისტორია მაგალითად ახალგაზრდა შევარდნაძემ რა ამბები დაატრიალა ჟავანაძე და რომ დაერია ხალხსა და იყო ერთი ამბავი ვამბობდი რომ ეს ახალგაზრდა შევარდნაძეა და ეს უარესებს იზავს მეთქი და ჯობია ეს დაბერდა წავიდეს და არჩევნები სხვა არჩევნით. მოკლედ ესეთი წარმოდგენა მქონდა და ძალიან არ მიყვარდა ის ადამიანი რა ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ასე. ხო, მაგრამ იმას ამბობთ რომ ედუარდ შევარდნაძისადმი თქვენი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება არ გაიძულებდათ რომ სააკაშვილისთვის ავტომატურად დაგეჭირათ ხარი. არა, ხო და ზუსტად ეგ იყო მე კარგი შეკითხვაა, მადლობა ქალბატონოთია მაგ შეკითხვისთვის. ესე იგი ნახეთ როგორ იყო რომ მე ხო ვიცოდი და ის ჩემი წარმოდგენა მქონდა მაგრამ რო შევხედე მე ესენი მაგალითად უნივერსიტეტში არჩევნები იყო ესენი ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყვნენ და უნივერსიტეტის არჩევნებზე რომელიც ჩვენ პრაქტიკულად მაგათ მოუგეთ შეიარაღებული ბანდები რომელიც მე ერთ-ერთი კვლელობაზე ზის ეხა ის ადამიანი რომელიც მისი ზონდერი იყო იქ ნათობაძე გვარად მაგალითად სააკაშვილის იქ მთელი ზონდერ დაჯგუფებები ქონდათ ამათ რომლებიც ჯერ კი ოპოზიციაში იყვნენ ანუ ხელისუფლებაზე არ ვლაპარაკობ ოპოზიციაში იყვნენ და შეიარაღებულები უნივერსიტეტში არჩევნებს არ ბევრდნენ რომ ოპოზიციაში არა მოდი ესე ვთქვათ ხელისუფლებიდან გადასული დროებით ოპოზიციაში რომ სრულ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. კი, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ესე ვფიქრობ, მეც რომ ისინი რომელ შევარდნაძის ხელისუფლებაზე ლაპარაკობენ, თვითონ იყვნენ მაგ შევარდნაძის ხელისუფლების წამყვანი ხალხი და მერე ვითომ ოპოზიციაში გადავიდნენ, მაშინაც პრაქტიკულად ეგენი აკონტროლებდნენ შევარდნაძის ხელისუფლებაში იყვნენ, თან ებრძოდნენ იმ ხელისუფლებას, რომელშიც იყვნენ, იმისთვის რომ დანარჩენები განედევნათ ხელისუფლებიდან შევარდნაძის. ყველაფრის უფლება ქონოდათ.
და ის დაეტრიალებინათ მერე რასაც ატრიალებინათ. კი ბატონო. შესაბამისად ჩვენ მივედით მივალთ იქამდე რომ არჩევნები არ დაგისრულებთ. კი ბატონო, მოკლედ აი ეს ახლა ამ ახალგაზრდებს მინდა კიდე რომ იცოდნენ რომ იყო ხოლმე არჩევნები, ხო, უნივერსიტეტში სტუდენტური რაღაცას მოდიოდა პერიოდულად და აი ამ არჩევნებზე მისი ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღები ედოთ. აი ესე მოდიოდნენ და უნივერსიტეტში არჩევნებზე აი ყუთები რო იყო მაგალითად სადაც ხმას აძლევდნენ სტუდენტები, აი ესე გაიტაცებდნენ, დაამტვრევდნენ, დალეწავდნენ, შემოვარდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოუგეთ მაგათი, ანუ მათგან როგორ იყო, იცით რომ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო სირცხვილი, პარტიული რაღაცა გავლენიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობა. და ჩვენ ვინც ვიყავით ამისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი და ეხლა გაცნობით კი ვიცნობდით ყველა ამ ლიდერებს და იმათ, მაგრამ ის რომ ეხლა ჩემთვის ვიღაცას დაევალებია და სააკაშვილს ეთქვა ვინმეს რომ ეხლა მოდი ესექენი და ისექენი, ეს ტვინ გახურებული სტუდენტები კაი პასუხს დაუბრუნებდით და უბრუნებდით კიდევაც ნებისმიერ ეგეთ მცდელობაზე. დიახ. ძალიან ბატონო თენგის. ესე იგი ოქმისთვისაც და მე დიახ, რო აისახოს. ესე იგი ესენი იყვნენ პირები, კი, დაჯგუფება, რომლებიც იმ მომენტისათვის ფორმალურად ოპოზიციაში მყოფობდნენ, იარაღით გადაადგილდებოდნენ, არც მალავდნენ, როგორც ისე ვერ შეამჩნევდით თქვენს და არანაირი იმის შიშის გრძნობა რომ მათ ამის გამო ვინმე დააკავებდა არ ქონდათ. მეცაც გეტყვით. იყო ესეთი გოგა დანელიშვილი, ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი, ერთ-ერთი ჩვენი პერიოდის, რომელსაც ბატონო ჩვენი მეგობარი რო ეს კი და 7 ტყვია ესროლა მისი ახალგაზრდურის თავმჯდომარე სააკაშვილის, ვინც იყო მაშინ გოძიაშვილი იყო გვარად. ერე ბიზნესები რომის 7 ტყვია ქუჩაში მაგ არჩევნების გულისთვის ესროლა საიდანაც 4 მოარტყა საბურთალოზე ხო ზუსტად ქუჩა აღარ მახსოვს ბახტრიონზე ესროლა ტყვილი არა თქვა ნიკო თევდორაშვილი ესწრებოდა კი ნიკო აი ისა და 7 ტყვია ესროლა 4 მოარტყა და კინაღამ მოკვდა და მაშინ იყო რომ მე გადაცემაში მე იმასთან ინგასთან ვიყავი გადაცემაში და მეთქი ესე თუ გაგრძელდა მკვლელობა მოხდება მეთქი და პასუხისმგებლობა სააკაშვილს ვაკისრებ მეთქი დამირე კამერე და რატო აკეთებ ამას და ისაო იცი ესეთი რაღაცა მითხრა რა გინდაო ეხაო დაგვანებეო და მე სულ გამოვდიოდი და ვამბობდი რომ მაგ ამბავზე პასუხი უნდა აგოს ვინც ეგ ჩაიდინა მაგრამ ხო იცით ამ ხალხის ამბავი რა ეხა რომ ის არის რაღაც მაშინ განცდა იყო იმის რომ მოდიოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილი რომელიც იხსნიდა ქვეყანას რაღაც ჭაობიდან და შიგ ევროპაში შეგვტენიდა, მაგრამ სხვა რამე მოხდა, ხო, ნახეთ და მაშინ ხალხი ის ქონდა მე მეძახდნენ, მე რომელიც წერან ხო გიამბეთ როგორი წარმოდგენა ქონდათ შემოჯახ შევარდაძე, მე ბოლოს ისე დაატრიალეს, რომ შევარდაძის სტუდენტი, რომელიც როინ მეტრეველი ფულს აძლევს და შევარდაძე მიხდის ფულს და რაღაც მილიონებს მაკეთებინებდნენ თითქოს. ამ ტყუილებს იმაშვებოდნენ მაშინ რა სიუჟეტები გადიოდა. რო ვერ მიგიმხროთ სააკაშვილმა შემდეგ ეს შავი პიარი დაატრიალა. კი ბატონო. დიახ, კი, უკაცრავად. ხო და ამ იარაღთან დაკავშირებით და ეს როლეს არათუ მარტო ედოთ კინაღამ მოკლეს გოგა ჩვენ გვეგონა რომ გოგა შეიძლება არ გადაჭრის არჩევნებში ნუიღებ მონაწილეობას არა ნუიღებ კი არა იქ მოუგეთ ის არჩევნები ეგ იყო რა მიზეზი ნუ არ დაეთმო სტუდენტური სიტუაცია ამისთვის ეს ხო იცით არჩევნები ეხა ემოციური ამბავია და ეხა სტუდენტური არჩევნები კიდე ორჯერ უფრო ემოციური ამბავია და ამას რო პლუს ზემოდან ემატება ეხა პარტიული ფული ძალაუფლება იქ დაჯგუფებები ზონდერები აბა ის იქ უკვე ძალიან სერიოზული ეს რომელი წელია რომ დააზუსტოთ საზოგადოება 2001 ან 2 რა არ შემეშალოს გავუტოთ, მაგრამ შემიძლია თუ ისა მე დაგიზუსტოთ. 1 ალბათ, ხო, 1 იქნება. ეს ხდება უნივერსიტეტში ამ დროს. დიახ, ეს არის სტუდენტური არჩევნების გულისთვის. სტუდენტური ერთ-ერთი ლიდერი მაღლივში სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე გოგა. ფაკულტეტმა წარადგინა და ჩვენი მეგობარი და გასაგებია. კი ბატონო. საზოგადოებას რო არ გაუჭირდეს თვალყურის მოდევნება, მიუყვეთ ცოტა მეტად სწორხაზოვნად თუ შეიძლება. ესე იგი დგება ვარდების რევოლუციის დრო და ამ დროს თქვენ აღარ უჭერთ უკვე მხარს არა რა თქმა უნდა მხარს უჭერ კი არა მე საკუთარი ტყავით და საკუთარი ცხვირის დარტყმით გამოვცადე ვინ არიან ესენი ეხლა კი აპიარებენ ქვეყანაში რომ ეს ევროპელები და ამერიკელები და ინგლისურად სხლავენ და რა მაგარი ბიჭები და გოგოები არიან მაგრამ მე ვნახე რომ ჩემ თვალწინ კაცო ჩემ მეგობარი კი ნაღა მოკლეს 8 ტყვია 7 ტყვია ესროლეს იქ შემოვარდნენ ცემეს დაარბიეს ზონდერების ჯგუფები აქვს გაკეთებული დასდევენ არის ტყეპა და ერთი ამბავი და მე ვნახე რომ ეს რაღაც
საკუთარი თვალით ვნახე რომ ეს რაღაცა ლამაზი მას შეფუთული კამფეტივით არის რაღაც რომელსაც გახსნი და შეგნით სხვა რამე იქნება და ამიტომ მე ისეთი განცდა გამიშთა მათ მიმართ ანტაგონისტური ასე ვთქვათ რაღაც უარყოფითი და ვარდების რევოლუციას დაუპირისპირდი რამდენი წლის ხართ ამ დროს მაშინ ვარ 20-21 წლის ალბათ სრულიად ახალგაზრდა სტუდენტი ჯერ კიდევ რევოლუციამდე როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სააკაშვილს მხარს უჭერს და საზოგადოების უნდა ვთქვათ სამწუხაროდ ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი თქვენ ხართ იმ პატარა ჯგუფში კი საზოგადოების რომელიც ვარდების რევოლუციას დაუპირისპირდებით და ვართ ცუდ ხასიათზე რომ სააკაშვილი მიხედვით რომ ჩვენ ერთმანეთს მაშინ არ ვიცნობთ ვართ ცუდ ხასიათზე რომ ასეთი გაუწონასწორებელი ადამიანი გახდა ხელისუფლების ხელმძღვანელი ამის შემდეგ მრავალი რამ გადაგხდათ თავს. ყველაფერს რაც თქვენ იბრძოლეთ. რამდენიმე სხდომა არ ეყოფა რომ ჩვენ მოყვეთ და ჩვენ განვიხილოთ. მოდით ასე გავაკეთოთ. 2009 წლის 15 ივნისზე მოგვაწოდეთ ინფორმაცია ჯერ და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში ის მომენტები გაიხსენეთ რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მაგალითად გირგვლიანის მკვლელობა, გამცემლიძის მკვლელობა, რობაქიძის მკვლელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სააკაშვილის მმართველობის, სადაც თქვენ ერთ-ერთ პირველ ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი პირველი იყავით ყოველთვის, ამას ხაზი უნდა გაუსვა. და თქვენი პატიმრობები სხვადასხვა დროს სააკაშვილის დროს და პატიმრობის პირობები, მაგრამ ეს მერე გავაკეთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ თანახმა იქნება. 2009 წლის 15 ივნის რა ხდება, სად ხართ და როგორ განვითარდა მოვლენები? 2009 წლის 15 ივნისი არის ჩემი ყველაზე მძიმე დღე, აი ჩემ ცხოვრებაში. 53 წლის ვარ, ხო, ეხლა და აი ეგეთი მძიმე დღე უბრალოდ არ მქონია მე და არ ვიცი ეგეთი სასტიკი დღე ამ ქვეყანაში მე მგონი არ ყოფილა არასოდეს აი ყოველგვარი მის გარეშე ზედმეტი და უტრირების გარეშე რა იმიტომ რომ ეს ჯერ ამას წინ უძღო და ამბები ბევრი რა რომ ეს მოგეხსენებათ აქ საკნების აქციებია ჩვენ ახალგაზრდები აქ უპირისპირდებით მას ნუ ეგ რესტორნებში მივდივართ იქ ჩვენ აზრს გამოვხატავთ რაღაცები როცა სააკაშვილი დადის აქ ქალბატონებთან ერთად რაღაცა და სულ ყოველთვის არის ძალიან დიდი აგრესია. აი უზომო აგრესია რა, რომ აი მე ვარ 34 ჯერ დანაჭერი და არც ერთხელ და ჩავერიო. ოღონ მე კი კარგად მახსოვს ეს პერიოდი, მაგრამ თქვენთვის რომ განმარტოთ, აი ჩვენს კოლეგას ქალბატონ მარიამ ლაშს, როცა ორ პატარა ბავშვთან ერთად იყო რომ დაესწრა თავს და შეურაცხყოფები აყენეს. მსგავსი რამეები ხდებოდა თუ არა და თუ თქვა სააკაშვილზე იყო აი მიზანმიმართული დევნა თქვენი მხრიდან. ეხა მაგას რო უყურებ ბატონო სოზარ ისე ნერვები მეშლება რომ ეხა რამდენჯერ შემხვედრია კაფეში ან სადმე მე ვიყავი ცეცხლმოკიდებული სტუდენტი რაღაცა მზად ვიყავით თავი შემეწირა იმისთვის მაგრამ რამდენჯერ შემხვედრიან შვილებთან ერთად მეუღლესთან ერთად ან ქალბატონთან ერთად რაღაცა ისე ვთქვათ აი მეუღლე ან ვიღაცა თუ ახლდათ ეს მაღალი თანამდებობის პირები და ერთი სიტყვა არ გამიცია მე ეგრე გავიზარდე და ეგრე ვიცი რომ ადამიანი შვილთან ერთად რო არის და მეუღლესთან ერთად რო არის, რა ვიცი, ხა ბავშვობაში გვიჩხუბია უამრავ ერთმანეთთან და მეგობარი ვისთანაც თქვა კონფლიქტი ქონდა, გოგოსთან ერთად თუ იყო, იმაზე ხმისგაცემა არაკაცობად ეხაც ეგრე მიმაჩნია მე, რომ მაგ დროს ეგრე არ უნდა მოიქცე, რა თუნდა მაგას ლაპარაკი და ეგეთი რამე ჩვენ ცხოვრებაში არ გვიკადრია, რომ ვინმე შვილთან რაღაცა იქ და იქ სკოლებში და ისე ხა მე თვითონაც დღეს მე გაოგნებული ვარ ქალბატონ მარიამ ლაშხთან და დანარჩენებთანაც სხვათა შორის ეს რა ისტერიკებიც არა და მინდა გითხრათ რომ ჩემი შვილის სკოლაშიც სამწუხაროდ არ არის კარგი სიტუაცია და უბრალოდ ამაზე არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ არ მინდა რა რომ ეს ჩემი შვილის იმას შევეხო რა აქ რომ იქ ეს არის რა და სივრცე რა და თავ შევიკავებ უბრალოდ მეც გადამხდა გარკვეული თავგადასავლები ამ კუთხით და ვიცი ეს რაფხელად კივილია და აბსოლუტურად მესმის ქალბატონი მარია. მიდიოდით იქ სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი. სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი
ხან ქალბატონ სოფოსთან ერთად და ხან დოქტორ დოტებთან სოფო ვინ არის? ვიღაცა რო ყავდა ისე ხა მეშვიდე ცოლი თუ რაღაცა რა და აი ესეთ სიტუაციებში როცა იყო ჩვენ იქ მივდიოდით რესტორანთან და გამოვთქვავდით პროტესტს იქ არც შევსულვათ არასოდეს არ ვიცდია არასოდეს შიგნით შესვლა უბრალოდ შიგნით რო იყო ჩვენ მივდიოდით და ვამბობდით რომ რაღაც გამოდი დიქტატორო რაღაცა ჩვენი მესჯები ქონდა ხან სანდრო სურათი გვეჭირა ხან ვაზაგაშვილის გირგულიანის კი ბატონო და ვაზაგაშვილი არ უნდა გამოგრჩეს და აუცილებლად და გამცემლიძე და ბუტა და კი და ჯაზუს თემასაც იქნებ შევეხოთ რა იყო ეს იმიტომ რომ დასკვნაში ესეც უნდა აისახოს არასოდეს შეჭრის მცდელობაც კი არ ქონია ქალბატონო და ყოველთვის გვცემდნენ სასიკვდილოთ იქ მე ანუ ეგ ის არის 15 ივნისი თქვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე რატომ თქვით ეს ასე ხო დიახ ეხლა ნახეთ რა ხდება რომ ანუ ამას წირო უსწრებდა ის რომ ჩვენ ძალიან დიდი აგრესია იყო და სუც ემატყება და უბედურება 15 ივნისამდე უკვე აი ეს საპროტესტო აქციები შენელებულია ესე იგი უკვე აქ ასე ვთქვათ ძალა აღარ აქვს ოპოზიციას და ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე განსაკუთრებით შეტევაზე რომ აი ოჯახებს გვიწიოკებდნენ რა რომ აი ესე დაიწყეს დაჭერები ჩვენი სათითაოდ იქ მიშას მიუვარდნენ სახთან დასაჭერად მესხს რაღაცა მთელი ისტერიკები და ცივილკივილით და მეზობლებმა და დედამ და ქალებმა და იმათ გამოგლიჯეს და გადაარჩინეს და ზუსტად ესევე მეც მომივარდნენ სახლთან სადაც ესე გამაჩერეს ვითომ ის იყო რაღაც პოლიციამ ვითომ გამაჩერა რაღაც დამტრეული ვამყავდა მაშინ და ისევ სიჩქარეს გადააჭარბეო და იმიტომ გაგაჩერეთო და ნუ ის მანქანა სიჩქარეს ფიზიკურად ვერ აჭარბებდა შეუძლებელი იყო ეს და რაღაცა რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე მამასთან ერთად ვიყავი მაშინ და მაშინ ბატონი სოზარი იყო ომბუდსმენი და მამა ჩემმა დაუწყო რომ კაიო არ აქვს ცხენია თო რაღაცა ეს ტყილა რატო იმაშვებითო ეხა და მამა მეთქი სოზართან რეკავ დამშვიდი მეთქი და რო გაიგო იმ პოლიციელმა სოზართან რეკავ დამეტაკა ამ ტელეფონზე გამომგლიჯა ეს ტელეფონი მაშინ იშლებოდა ეს ტელეფონი თან ხშირად შლიდით მიზეზიც ჰქონდა რატო უნდა დაგვეშალა ეს ტელეფონი რო არ მოესე ჩაიშალა ესე ხელში და რო გადმოვედი მანქანიდან დამიბრუნე მეთქი ტელეფონი თქო რა ხო დამიწერე ჯარიმა რაც დავაშავეთ ხო და მოვიხედე ესე და თურმე ჩასაფრებაა მთელი მოწყობილი და ალბათ 1-200 პოლიციელი და ზოგი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ვიღაც უცხო ხალხი აი ჩემი ეზოს შესასვლელში იქ ზედაზენის ქუჩაზე ნახალუკაში იქ სადაც ცხოვრობდი მაშინ იქ დამხვდნენ და იქ სხვათა შორის იყო კიდევ ესეთი ქალბატონები მუშაობდნენ სადაც ის იყო აი მატყლის საპენტი და იმას ლეიბებს და რაღაცებს ამზადებდნენ და გამოცვიდნენ ის ქალები რომ დაინახეს ეგეთი ამბავი მეზობლები რაღაცა ხო იცით ეს ცოტა ისეთი უბანი არის ნახალუკა იციან ადამიანებმა ერთმანეთის გვერდში დგომა და გამოცვიდა ეს ხალხი და რა გინდათო და თან ეხა ხო მიცნობდნენ მე გავიზარდე და იქ დავიბადე და ყველა მიცნობდა და იცოდა რომ ეხა მე კრიმინალი არ ვიყავი და დამნაშავე და ამ ხალხსაც ხო იცოდნენ რომ მე დანაშაულს არ ჩავიდენდი და დამეხმარენ ეს ხალხი და გამოვეკეცი რა მაშინ ვერ დამიჭირეს მე და ეს იქაც ნუ ცემატყება ეს ქალბატონები აღმოჩნდა ოღონდ რომ ერთ-ერთი ქალბატონი ეგეც კიდე ცალკე ისტორიაა მან და წაგიყვანთ მაგრამ ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც აი გაფაცი იბძოდა ჩემ გადასარჩენად თურმე მისი შვილი ყოლია ციხეში ესე დაჭერილი ტყუილუბრალოდ და მოკლედ ის იყო რა და ესე დამეხმარენ გადამარჩინეს და ეს რო ყველას რო ესე ხვდებოდნენ სახლებთან ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით სამმართველოსთან და აქციის მიზეზი იყო ის, რომ ჩავბარებულიყავით, ვისი დაჭერაც გინდათ, ეს იყო აქცია, რომ აი გითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქავართ სუყველა, ყველა პარტიის ახალგაზრდული. ანუ წეგან ახლა გისმენდით და ნამდვილად ესე იყო, ზოგიერთ პარტიას ჰქონდა ხო რაღაც ცოტა რბილი პოზიცია, ზოგიერთს უფრო მკაცრი რაღაცა და აი მან ზუსტად ყველა ახალგაზრდულთან კონსენსუსს მივახცეთ, რომ მეთქი არაფერი აგრესია არ არის. მოდი ყველა ერთად მივიდეთ, რომ რა უნდათ გვითხრან ვისი დაკავებაც უნდათ ჩემი დაჭერა თუნდაც აქავარ და ჩავბარდები იმიტომ რომ სახთან რომ მომივარდებოდნენ და ოჯახს ამიწიოკერებდნენ და იქ ცემაში სულს გამაძრობდნენ და მერე წამიყვანდნენ ეგ იყო გაცილებით მძიმე რა და ჩვენ გვერჩივნა რომ მივსულიყავით მედიის თანდასწრებით ჩავბარებულიყავით და მოესაჯათ რასაც მოგვიჭირდნენ კი ბატონო რა ამისთვის მიხვედით რამდენი იყავით დაახლოებით ალბათ 1-50-60 ჯამში ანუ 100 არ ვიქნებოდით რა ისა და ესე იგი ხო მივედით აქ და
თან რო წავედით ესე აქ რუსთაველზე ვიყავით ჯერ და მე დარწმუნ არ ვიყავ, ანუ არ მეგონა თუ ეგეთ რაღაცას გააკეთებდნენ რა, იმიტომ რომ ესეთი მშვიდობიანი აქცია უბრალოდ არ გამიგია კიდე სადმე ჩატარებული იყო რა და მეთქი და მშობლები იყვნენ ჩემის დედაჩემი და მამაჩემი ჩვენი სხვა მეგობრების მშობლები და წამოვალთო ჩვენც და კი ბატონო წამოდით ხო და მე ნიკუშას მანქანაში ჩავჯექი ყურშუბაძის დედაჩემი და მამაჩემი ჩემი მანქანით წამოვიდნენ და ესე კიდე სხვა მშობლებიც და ესე ერთად მივედით რა მივედით იქ დავდექით და დავიწყეთ სიის წაკითხვა და ესე ანკეტები ვთქონდა რა გაკეთებული რომ აი ნუ ხარჯავთ რესურსებს ჩვენ მოსმენას და რაღაცა და სახელი გვარი მისამართი ტელეფონის ნომერი დავიბადე აქ დავამთავრე ეს ინსტიტუტი ვისაც ქონდა ვიცი ან სტუდენტი ვარ ესეთი დეტალები ეწერა რა მოკლედ იქ რომ აქცია იყო ეგ რა პერფორმანსები თქონდ მივედით რომ ჩავბარდეთ რომ მივდიოდით იქ და რომ დავიწყეთ მიახლოვება რაღაც უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არ გამკვირვებია, იმიტომ რომ მაგათ უყვარდათ ეს რაღაცა ორი ადამიანის დასაჭერად 1000 კაცის მობილიზება და იქ ტყუიამფრქვევებით და იმეებით ის ადეიშვილი რო დაიჭირეს მაშინ იმასთან ტრანსპორტის მინისტრი რო იყო, თვითონ რომ მივიდა მერაბადეიშვილი იქ კანცელარიასთან და ტყუიამფრქვევებით და პულიმეტებით რო დახვდნენ დასაკავებლად კაცი თავის ფეხით მივიდა 7000 კაცი. და ნუ მაშინ არ გვიკვირდა მოკლედ მაგათი ეს ბევრი ხალხის მიყვანა და შოუების მოწყობა და არ მიფიქრია რა კიდევ რომ რამე ცუდი მოხდებოდა. მივედით სამმართველოს წინ და დავდექით ტროტუარზე. აი იქ იმ გადარჩენილი კადრები რაც არის, იქაც კი ჩანს რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ანუ მანქანების გადაადგილებისთვისაც კი არ შეგვიქმნია პრობლემა მიუხედავად იმისა რომ ეხა 5 კაცი რო რუსთაველს კეტავს. ჩვენ უკვე იმდენი ვიყავით რომ იმ პატარა ქუჩისთვის საკმარისი იყო და ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდა დაგვეკეტა, მაგრამ შეგნებულად ქუჩაც კი არ დავკეტეთ. შესასვლელის ბლოკირება თუ იყო სამმართველოს? არა, შესასვლელის ბლოკირება ეს წარმოდგენაც კი არავის აი ეგეთი გამორიცხული იყო. და სხვათა შორის მაგ შესასვლელზე საინტერესო ის არის რომ ჩვენ და გასაოცრად დაგვხვდა შესასვლელი გასაგორებელი კარი აქ იმ სამმართველოს. დაგვხვდა ღია ეს რა და მაგ დეტალს არ მივაქციეთ ყურადღება, მე გავიაზრეთ რა ხდებოდა რა. შეგნებულად იყო ეს გაღებული, შიგნიდან ვიდეო კამერებით გვიღებდნენ და ჩვენ დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ აი აქ ვართ მოვედით აბა და შეგნებულად ანუ რატო? აი ეხა მაგას გეტყვით რატომაც რა. რომ ჩვენ რო დავიწყეთ ამ სიის წაკითხვა, რომ აი მოვედით აქ ვართ დაჩი ცაგურია, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ჩითარიშვილი და ესე ვკითხულობთ, რომ ვინ ვართ აქ. და ამ დროს უცებ დაიხულა რაღაცა და აი ისმის აი იმისი ჩექმების ბრაგუნი ამათ რო ეცვათ რაღაცა და ესე ყველა მხრიდან მორბიან გარდა სამმართველოს შესასვლელისა. ამათ უნდოდა დაედგათ ის კადრი, რომ ჩვენ შევერეკეთ სამმართველოს შენობაში და გადაეღოთ ეს, რომ აი შემოიჭრნენ. მაგრამ ყველამ ვიცოდით, იქ ვინც ვიყავით, ძალიან კარგად იმათ რა ხდებოდა და თავის ფეხით ესე ვინ შევარდებოდა იქ. ჩვენ კიდე ავდექით და პირიქით ესენი კი მორბოდნენ, მაგრამ აქეთ უკანა მხარეს წავედით რა, ინსტინქტურად. და ესე იგი, ნუ იქ ამბავი ატყდა, აი ჯერ ყვიროდნენ ჩემ გვარს და მიშას გვარს, აი ცაგურია არ გაგექცეთ რაღაც რამოდენიმეს გვარი იყო შერჩეული და მშობლებიც იქ არიან, მშობლებთან ერთად ავართ მისულები რა და ოღონდ არ ვიცი, აი ზოგს ეცვა, ზოგს ჟილეტი ეცვა, ზოგს ჟილეტიც არ ეცვა, ზოგს მარტო კეპკა, აი რაღაცა ხულიგნურ პოლიციური რაღაცა ზონდერული რაღაც გაერთიანება დაგვახვდა. ბანო დაჩი, თქვენს უკან ეკრანზე ტრიალებს, რაც გადარჩა თქვენ სტორის ტერმინი თქვით, კადრები. ძალიან ბევრი ადამიანი თავდამსხმელი არის უბრალოდ სამოქალაქო ტანსაცმელში, ზოგი ჯინსებშიც. აი ეს რაღაცა უჭირავს ეს რაღაცა. ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები? ყველა არ იყო ძალოვანი სტრუქტურის, აი ესეთი ის ქონდათ მაგათ ეგ ჩვენ დარბევა და ზონდერები არ გვიკვირდა. ყველა ჩვენი აქცია და ის რაც იყო, იქ იმას ახლდა თან ზონდერ დაჯგუფებების გაკეთება და მთელი ისა ის უდესიანები და ვიღაცეები ყავდათ ამ ზონდერ დაჯგუფებების ორგანიზატორებად, რომლებიც ამას დაორგანიზებდნენ ხოლმე და აქციიდან წასულ ხალხს მერე სადარბაზოებში და არაკაცულად ესე ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ და ეგეთი უამრავი ფაქტი არის მაშინდელი სახალხო დამცველის ანგარიში შესული სასიკვდილოდ რო იყო ხალხი ნაცემი და ესეც მანდაც დაახლოებით ეგეთი ის იყო ერთობლივი რაღაც ზონდერულ მილიციური თავდასხმა მოგვიწყეს
და ხელში ეჭირათ ქალბატონოთი, ანუ პოლიციის ხელკეტები კი არა მარტო. ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს რაღაცა ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი და ხო, ჩაქუჩიც კი, აი ჩაქუჩს გვირტყავდნენ და ჯაჭვები გვირტყეს სულ და ისინი და ესე იგი, ჯერ ხო გარეთვე ეს აი იქ საშინელი ეგეთი ცემა უბრალოდ რომ აი სათითაოდ ესე აი აქაც ნახეთ როგორ არის შუაში ერთი გარედან ერთი ხუთი ადამიანი აი ხელში რაღაცეებით ყველა სათითაოდ ესე აი ყველა სათითაოდ ესე სასიკვდილოდ უნდა ვეცემეთ რა ვანო მერაბიშვილი როგორც ამბობდა უნდა გაფარჩაკდეს ცემაშიო და აი მაშინ იქნება კაიო აი ზუსტად მაგას აკეთებდნენ აი ნახეთ ხელში რეები უჭირავთ რა არც პოლიციის ხო კანონში ხო წერია პოლიციელს რა ნივთი უნდა კონდეს. აი მე მაინტერესებს ახლა ამათ რო უჭირავთ ხელში ეს რაღაცეები. ხო, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგათ ხო ეგონათ რომ მაგით ჩვენ ბოდიში და გვაფარჩაკებდნენ, მაგრამ ვინ გაფარჩაკდა მაგას კი ვხედავთ აგერ. და აი ხო ხედავთ ახლა აქ რომელიმე აი პოლიციელს გაავს ახლა აქა და აი კანონდამცველს გაავს რომელიმე ახლა აქა. ეს იყო აი უფრო დიდი მადლობა რომ ახალგაზრდებმა მინდა იცოდნენ რომ ხალხო ეხა რომ ამბობთ რომ იგივეა და უარესია ეს სიგიჟეა ეგ არ დაგაჯეროთ არავინ რა თუ ვინმე მარიცით რა არის იგივე და რა არის უარესი არის კი არა ჩრდილო კორეა გვენატრებოდა და რა რუსეთში მიგვაქანებენ რუსეთი იყო სანატრელი ეგეთი რაღაცები მაშინდელ რუსეთში არ ხდებოდა ეხა არ ვიცი რა ხდება მაგრამ ნახდათ არ ხდებოდა მაშინ ნახეთ რა ხდება რა და აი ესე დაგვასისხლიანეს ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს ესე სასიკვდილოდ ესე გაგვიმეტეს და გვცემეს მერე შეგვათრიეს ამ იმაში სამმართველოს შენობაში ოღონდ როგორ იყო იცით რომ აი მაგალითად სიტყვაზე ეს ჩითარიშვილია ხო ან ეს მესხი აბა ჩქარა დერეფანი და ესე დერეფანს მოაწყობდნენ ესე სახელდახელოდ და ესე ხო მიგვათრევდნენ ამ იმეებით რაღაცა ხელება მობრუნებული და გვირტყავდნენ თან, გვაფურთხებდნენ სახეში და შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ და მე ამ დერეფანში ესე შეგვაგდებდნენ და ეს დერეფანი უნდა გაგვევლო იქა. სადაც ესე დერეფანში იდგა ერთი 40 ადამიანი ალბათ ამ ხელკეტებით და რაღაცეებით და სათითაოდ ყველა გვირტყავდა, აი ყველა სამაგალითოდ ერთგვარი ის იყო შეჯიბრი ქონდათ ვინ უფრო მაგარი იყო რომ ერთმანეთისთვის დაემტკიცებიათ ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა ვინ უფრო დაუნდობელი იყო ამაში იყო შეჯიბრი ერთგვარი რომ აჩვენებდნენ ეს ქუჩაში ხდება ეს ხდება უკვე ეს ეზოში ქონდა დერეფანს უკვე ქუჩაში ჯერ მოკლეს ცემით და დაგვასისხლიანეს და თავებ დახეთქილები ვართ უკვე და დაგლეჯილები და დაკავებულები და არავინ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევთ მაგრამ მაინც გვირტყავენ და მოგვათრევენ და უკვე სამმართველოს შენობაში ეზოში ბოდიში ჯერ ეს დერეფნები ეწყობა ესე სახელდახელოდ ყველასთვის და იქ აი მე ესე გვცემენ გვაგინებენ ნუ ოღონდ გინებაც ისეთია რა აი ხო არის გინება და ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ რომ ეგ გინება არ არის აი ვერ ვიტყვი რა უბრალოდ აქ რა მაგრამ აი ნუ რაღაცა საზიზღრობა ადამიანი რო ვერ იქ რო გაიგებ ადამიანი პირველად აი რო გიცხოვრია და რო არ გაგიგია ეგეთი უბედურება რა რო ადამიანმა შეიძლება პირიდან გამოუშვას და აი ესე სახეში გვაფურთხებდნენ აი ესე დაჭერა ეს ხელები რომ მქონდა ამობრუნებული მოდიოდნენ ესე და ესე აი სახეში ესე მაფურთხებდნენ და ეს დერეფანი ხო გაგვატარეს მე დერეფნიდან აგვიყვანეს ამ იმაში რა ქვია კიბეები ესე და სამმართველოს ესე შესასვლელი იყო სადაც ლიფტები და ეს ერთგვარი დერეფა ფოიე და უფრო ესეთი და იქ რომ შემიყვანეს ეს ჩემი მეგობრები არიან ძირს ესე დაყრილები რა სულ აი ძირს წევართ ესე უკვე ადგილი აღარ არის რა იქ გადაიჭედა აქაურობა და ფეხით დადიან ჩვენზე, აი დადიოდნენ ჩვენზე ესე ფეხით ზემოდან და ამ ბეისბოლის ხელკეტებით და ამ არმატურებით და იმეებით ზემოდან ესე გვცემდნენ. ნაწილი მან შეგვიყვანეს, ნაწილი სასამართლოს იმაში შეიყვანეს. სასამართლოს შენობაში ზუსტად იგივე დახოციქო ის არის სააპელაციო სასამართლოა გვერდზე ამ სამმართველოს. სასამართლოს შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით, აი ტყავი დაუხიეს ისე დღეში ჩააგდეს. დაასისხლიანეს, ძვლები დაულეწეს სასამართლოს შენობაში, სააპელაციო სასამართლოს შენობაში. ეხლა ორ გზელი ენა აქვთ, რაღაცები რო არ მოწონთ. და ესე ძირს დაყრილები, ესე ზემოდან დადიოდნენ,
გვაბიჯებს, სხეულზე გვაბიჯებდნენ ფეხებს ამ ჩექმებით და იმეებით და ზემოდან გვირტყავდნენ და ჩემზე იყო რაღაც მოთხოვნა ერთგვარი, რომ აბა ცაგურია. და ესე პარტია მოდიოდნენ და უკვე ისე ვიყავი გონზე, აი ვიყავი, მაგრამ გამოლეული უკვე ყოველგვარი ენერგიისგან. და თავზე მედო ეს ხელები და თავში რომ ბეისბოლის ბიტას მირტყავდნენ, აი ეს დალეწილი მაქვს, ეს აი ეგრევე ეტყობა ამას, ის არ ჭირდება ხელის მტევანი, ფორმა აქვს შეცვლილი რა, აი ჩვეულებრივი ხელისგან განსხვავებით, ეს დამიმტრიეს თავზე რომ მედო ესე მაქვს სამართველოს იმაში და თავში ბეისბოლის ბიტას რომ მირტყავდნენ და აი აქაც ეს დაზიანებები მაქვს ის შუაში შემორჩენილი მე რომელიც აი ესე ერთხელ ესე ხომ მირტყა ამან ზურგიდან იქიდან აქ მე წავიდო და ისე მოვიდოდნენ ვიღაც სხვა კიდე და ესე ხომ და მომეპარა რომ ეტყობა ხელში რომ ხვდებოდა გული წყდებოდათ მაგაზე და მე მომეპარა უკნიდან და აი ზუსტად შუაში ისე რომ ამ ხელებს შორის გაეძვრინა აი დიდი მონდომებით რომ დაუმიზნებ აი ესე ხეთქა ამ იმაში ეს ბეისბოლის ისა რა ქვია ხელკეტი და აი ნუ არ ვიცი ის იყო საშინელი ტკივილი იყო ეგ რა მე ისა ხერხემალი დამიზიანდა იქ ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი და მაგ მომენტში რაღაცა ტკივილი აი არა ადამიანური ეგეთ ტკივილი არ ვიცი არ მიგძვნია არასდროს და წელს ქვევით მაგ ტკივილის მე გამიბრუჟდა ყველაფერი და ვეღარ ვგრძნობდი ანუ ფეხებს ესე ხო ვეგდე ძის და უყურებ რომ ვეღარ ვამოძრავებ ამ ფეხებს რა და ისა მაქვს მეთქი ეტყობა დამაინვალიდეს თქო რა რომ აი ვეღარ ვამოძრავებდი და გძნობაც ხელით ესე ვცადე რომ ვეღარ გძნობდი უკვე და იქ იყვნენ ისინი მაღალჩინოსნებიც ესენი იქ რო ყავდათ ხოლმე ეს ლამაზი ქალბატონები ვითომ იმის თვალის მოსახვევად ქალბატონის ღულაძე მე ჩვენზე განცხადებები რო გააკეთა ეს სიფრიფანა ლამაზი გოგონა აი იქ იყო და მე ჩვენზე განცხადება გააკეთა რომ შემოჭრა მომენტში ქალბატონი ეკას ღულაძე უშუალოდ ჩემი ცემის აი იმ მომენტში იქ იყო თქო ამას ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ აი ჩვენ რო გვცემდნენ და ეს დარბევა რომ მიდიოდა და დერეფნები და ეს ხო ერთ წამში არ მომხდარა ეს იყო ერთი 2 საათიანი ოპერაცია და იქ იყო იქ იდგა იქ მაღალ კი და იქ იყვნენ ეს მაღალჩინოსნები სულ ვინ იყო ამ დროს ეკას ღულაძე იყო უტიაშვილიც იყო რა თანამდებობა ეკავა იყო მინისტრის მოადგილე თუ რაღაცის ღულაძე მინისტრის მოადგილე და კი ბატონო ის იყო გეგეჭკორი უშუალოდ იგეც მცემდა და ესე იმაში ლოყაკინაღა მომახია აქედან სისხლი მდიოდა მე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო თბილისის თუ არ ვწდები და ის იყო გრიგალაშვილი იყო სულ უფროსი მაგათი რა დეპარტამენტის თუ როგორც იქ იყო ისიც იქ იყო კი არა ესე იგი თქვენ ხედავდით ზღულაძეს შოთა უტიაშვილს შენობაში თუ ეზოში ონიანი შემიძლია ესე გვარებით რომ ეხა გავიხსენო ახალაიები ისა კიდე სანოძეც იყო მე მგონი თუ არ ვწდები აი ბიჭები მე ხო იქნებიან კიდე ლორდ კიფანიძეც კი ლორდ კიფანიძეც იყო ეს ყველა ერთად იდგა ეზოში იდგნენ თუ ესე ბოდიში და კამანდირობდნენ თუ როგორ ქვია მაგას რა რომ აბა ისე რაღაცა იქ და გვირტყავდნენ თან ეგენით სათითაოდ ესე გამოეყოფო და უშენი დედა მოხვედი აქ და რაღაცა ესე უტიაშვილიც? უტიაშვილი არა, უტიაშვილს ახლა ტყულს ვერ ვიტყვი, ჩემთვის ესე დაიწყას, ვერ მოვიტყვი. უბრალოდ იქ იყვნენ თქო რა, ამას ვამბობ. რო იყვნენ ეს უკვე პრობლემა, ანუ შოთა უტიაშვილი, ეკას ღულაძე, რა იყო მათი როლი, სად იდგნენ და რას აკეთებდნენ? აი, არ ვიცი ესე ეხლა მე არ ყოფილვარ იმის შემსწრე რომ იქ რაღაცა მას უშუალოდ ხელი დაერტყას ვინმესთვის ან ერთს ან მეორეს მაგრამ იყვნენ იქ იყვნენ ანუ დავინახეთ რა ეს რომ იქ კადრში იყო და არ ვიცი ჩვენი პრობლემები ქონდა იქ გადარჩენის და იმათ რა როლი ქონდათ მაგას ნამდვილად ვერ გავარკვევდით რა აი ბოდიშს ვიხდი არ ვიცი რით დამთავრდა ის დღე თქვენთვის ის დღე სამწუხაროდ დღემდე არ დამთავრებულა ჩემთვის ეგ ტრავმები რაც იქ მივიღე მე ფიზიკური ეს ხო ერთია და ნუ მაქედან მე ცალკე ამბავი იყო კიდე ეს ნაცემი ეს ფეხები არ მემორჩილება ის ესა ჩამათრიეს მე იმაში იზოლატორში ქვევით სადღაც შემაგდე სადაც აი
სისხლის კალოები იდგა და დაგლეჯილი ჩემი მეგობრები და ეს ახალგაზრდები და უცხო ადამიანები კიდე აი ვიღაცა მაგალითად იხვეწებოდა გამიშვითო მე აქ ცხოვრობო და კარაქის საყიდლად ჩამოვედი ცოლმა გამომიშვაო სასიკვდილოდ ნაცემი თუ კი ვინმე იყო აი გიჟები აი დუჟი მოდიოდათ პირიდან ყველა დაასისხლიანეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მათ შორის და ჟურნალისტების ეპიზოდი არის ძალიან ჩემი აზრით საინტერესო და მნიშვნელოვანი რომ ეხა კიდე რომ ბევრი გრძელიანები აქვს და ჟურნალისტები აქეთ რომ მიკროფონს თავში ურტყავენ ხალხს და არის გაწევ-გამოწევა და ჩვენ ჟურნალისტებს რაღაცა როგორ გაგვიბედეს რომ რაღაცა არ მოწონთ ჩვენი ჟურნალისტები დაანგრიეს იქ გემრიელად ცემეს დალეწეს კაციშვილს ხმა არ მოუღია კამერები დაულეწეს წაართვეს წაუშალეს მასალები სულ ორი ტელევიზია იყო იქ რომელიც იმაში რა ქვია გამოყვა ჩვენ ამ აქციაზე მაესტრო და კავკასია სხვათა შორის დაანონსებული ქონდა და ეგ ჟურნალისტების ამბავიც წინასწარ მაგათ რო ქონდათ მე ბევრი რო ვიფიქრეთ და ისა მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ იქ სხვა მედიები იმიტომ არ იყო რომ მაგათ იცოდნენ რაც უნდა გაეკეთებინათ იქ რა და მაგიტო არც ერთი ტელევიზია მაგათი ან ნეიტრალური არავინ არ მოსულა იქ მარტო ITV ესა ინტერნეტ ტელევიზია იყო ეგ იყო და სხვათა შორის ITV-ს კადრები არის ის გადარჩენილი რაც გადარჩა ის მცირე რომ იმ ოპერატორმა თავიდანვე შეძლო ბოდიში იქიდან გასვლა და აი და ირმა ინაშვილი იყო კიდე ხელის კამერით ირმას ხელი მოტეხეს კამერით წართმევის მომენტ ჟურნალისტი იყო მაშინ და ისა და დაულეწეს და იქ ეს ჟურნალისტები ოპერატორები ნაცემები იქ კაპეზეში ეყარენ უგონო მდგომარეობაში ისა რა და მერე წამიყვანეს სასამართლოში ნუ სასამართლოში გაყვანა შემოყვანაც მთელი სულ ბოდიში და ამ შეფურთხებებით და გინებით და მოდი აქ ბიჭო და ეს გადავსებულ სამართველოში ეს ზოგს ისინი ეკეთა რაღაც რობოტის რაღაც ტანსაცმელები ზოგს არ ეკეთა ზოგი უფორმოთ იყოს უგვაგინებდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ მიგვიყვანეს სამართველოში ნუ იქაც იგივე აბა ეს მოდი ის ვითომ იქ რო ქონდათ უკანა მხარეს რაღაცა ისა იქა სასამართლოში შემიყვანეს შემათრიეს უბრალოდ შემიტანეს და დამდეს სასამართლოში ადვოკატის უფლება არ მომცეს, ანუ მე არ მყოლია ადვოკატი. ადვოკატი უბრალოდ კი მყავდა, მაგრამ არ შემოუშვეს სასამართლოში ადვოკატი. და პირდაპირ აი ესე, მათ რო ესა და რაღაცა ზღაპარი, რაღაც სრულიად უცხო ადამიანები მოვიდნენ იქ, რომ აი რაღაც ვითომ იმათ დამაკავეს, რაღაც მომიწოდეს, რომ ბატონო დაჩიგთხოვთ, ეგ ყველა დაჭერაზე ერთი სცენარი ქონდათ, რომ ბატონო დაჩიგთხოვთ, დამშვიდდეთ მე უთხარი არ დამშვიდდები რაღაცა დაუწყე გინება ცემა ცემე ნახევარი პოლიციის განყოფილება და იძულებულები გახდნენ დავეკავებინე და მივეყვანე სასამართლოში და ნუ ამ ხა ხო მილიონი დეტალი იყო და ამ რო შევყევი ამათ რო ვეუბნები რომ აბა ერთი ეგ როგორ იყო სად დამაკავე იქვინ იყო აქვინ იყო რატო იტყუები და ბევრ ტყუილებში რო გამოვიჭირე რომ გამიყვანეს მე უკან ამ სასამართლოდან აი იქ კიდე ერთი მაგარად ცემეს რომ შენ რამდენი ილაპარაკე ბიჭო და რაღაცა სასამართლოში კი იქვე ანუ უბრალოდ დარბაზიდან გამიყვანეს და სასამართლოს შენობაში კიდე ზემოდან დამიმატეს და სულ მაგინეს და მაფურთხეს და მცემეს რომ შენ ბიჭო იქ რა ინტრიგანი ყოფილხარ რამდენი გაბედე და რამდენი გაგვიბედეო რომ იქ რო ვცდილობდი ადვოკატი არ მყავდა მე თვითონ მაინც ხო უნდა დამეცვა ჩემი თავი არ მოგითხოვიათ თუ რატო არ ყავთ? არა, როგორ არ მოვითხოვე, კაცო, ადვოკატი იქ იყო არ უშვებდნენ. სასამართლოში არ შემოუშვეს. მე მაგრამ კითხვა უნდა კი. არა, არ შემოუშვეს. არ შემოუშვეს. იყო გარეთ. იყო გარეთ. ვინ იყო თქვენი ადვოკატი? აუ, მე მგონი ისა, რა ქვია? აუ, როგორი სირცხვილია ეხა ეგა. 34 ჯერი ყავით დაკავებული და შეიძლება ამერიოს ხო, მაგრამ არა, უხერხულიათ რომ ახლა ვინც ყველა მაცი მიცავდა მე ყველას მაგრამ ნამდვილად გახსოვთ რომ გარეთ იცდიდა და არ შემოუშვეს. გაყარეს და დაგიდახოთ აქ მოსულებიო და ესა რა ქვია, არ შემოუშვეს დარბაზში. და რით დასრულდა ეს პროცესი? ეს პროცესი დასრულდა პატიმრობა მომისაჯის, რა თქმა უნდა, იმ სისულელეზე მოსამართლე მეგრევე ისა. აი მოსამართლეს ვეხვეწე რომ მეთქი არ გაინტერესებს მეთქი სისხლის გუბერო დავაყენე. რატო არ ამ დღეში პროკურატურას მოდი მივმართოთ მეთქი რომ გაარკვიოს და ეგო მე არ მეხებაო მითხრა და აი მეთქი მაშინ თუ არ გეხება თქო, ვიცი შენ მარტო ის გეხება რომ მე მარტო ციხეში გამიშვა თქო და ნუ იქ იმ მოსამართლესაც ტელეფონზე მესიჯობდა და იყო ამბავში და რომელი ივნისია
ივნისია ეს. 15 ივნისია. იმავე დღეს. იმავე დღეს. შესაბამისად ვერ იტყოდა ხო მოსამართლე რომ არ ეტყობა ამ ბავშვს. არა, არ მეტყობოდა. დაზიანებები. დავა ბოდიში და სისხლით დავსვარე იქ, გუბე დავაყენე იქ, სისხლები დიოდა. ტანსაცმელი სულ შემოგლეჯილი მქონდა. ასეთივე ფორმაში წარსებით მოსამართლის წინ. ტანსაცმელი საერთოდ შემოგლეჯილი მქონდა და აი ესე ვიფარებდი იმ მაისურს, აი წეგანი კადრში რომ ეცვა ის მწვანე მაისური, ესე ვიფარებდი და მაგ ტანსაცმელის ეპიზოდი კიდე მოგიყვებით მე ის არის და იქ დაგლეჯილი ნაცემი თავი გასიებული ის აი თავში რომ მირტყეს ისე მქონდა გასიებული თავი და ეს ხელი რომ მე უბრალოდ ვერ წარმომედგინა თავ მაგხილას თუ შეიძლება გასიებულიყო რამე ამ ცემისგან და იქ რო ჩავყავდი რაღაც სარკესავით იყო იქ დერეფანში და ჩემ თავს რო შევხედი ამ სარკეში მე თვითონ ვერ ვიცანი ისე დღეში ვიყავი თავი მქონდა გასიებული ამ ხელაზე რა ორი თავი მაქვს თქო ამბობდი და აციშვილს არაფერი არც მოსამართლესაც უკაცრავად სუფეხებზე ეკიდა რა მჭირდა ერთი სიტყვა არ უთქვია არავის არაფერი არ გაურკვევია პირდაპირ მომისაჯა ის რაც მოითხოვეს იმათ და ბატონო 30 დღე 15 ივნის 30 დღე მომისაჯეს და მე მოკლედ მე ეზოში მოგიყევით ეზოს ეპიზოდი და მე რა იყო ხო მე ის იყო აი ტანსაცმელთან დაკავშირებით მაგალითად ტანსაცმელი რომ მქონდა შემოხეული და იქ რო ვიყავი ну იქ პირობებზე ცალკე ამბავია რა კიდე რომ იქ ვირთხები ყავდა დარბოდენ სად მოიხადეთ ეს 30 თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დიღომში რომელიც იყო იქა ну პირობები რაღაც ჯოჯოხეთური ეს აყროლებული ეს 8 კვადრატში ტუალეტი რაღაცა ნუ კედლები დაბინძურებული რაღაცა გაუბედურებული ამ რაღაცა იმითი ფეკალიებით და იმითი ნახრეტები ესე გამოჭმული ვირთხების და ვირთხები თავზე გვახტებოდნენ სხვათა შორის პირველ დღეს მე და დათო ვიყავით ერთად ფაცაცია ერთადერთხელ იყო რომ ჩემ კამერაში მე სულ მარტო მსვავდნენ სამაგალითოდ რომ დავესაჯე და ერთი და დათო პირველი დღე იყო და დათო მითხრა აქო ვირთხები არიანო და რაღაც მოდი ვიმორიგეოთო და ისე დავიძინოთო რომ არ გვიკვინოსო ამ ვირთხამო და კაი მეთქი დათო ეგრე ვქნათ თქო და მე ის ვირთხა მოვიშინაურე იქ საჭმელს უყრიდი და აღარ ამოდიოდა ზევით და მთელი ამბავი იყო მაგრამ იქ ტანსაცმელთან დაკავშირებით ის არის რომ მან ერთი ეპიზოდი არის რომ ეს დაგლეჯილი ტანსაცმელი რომ მქონდა ვეხვეწებოდი რომ მეთქი ტანსაცმელი მომეცით რა რომ შიშველი ვარ რა პრაქტიკულად რა და გავიდა ერთი კვირა დაახლოებით არ შემოდის და შემომიტანეს ტანსაცმელი მაისური ჩემი რომელიც აი მე ვერ ვიტან ბოდიში ხელოვნური მას რა ვერ ვიცმევ და ერთი მაისური მქონდა სახში რომელიც მეგობარმა მაჩუქა ხელოვნური იყო და მე არ ვიცმევდი მაგას რა და ამით დავეჭვდი რომ მეთქი დედაჩემს რამე ხო არ ჭირსო რა და ეს მაისური საკითხი ის იყო ჩემთვის აი ეგ არის უდიდესი ტრაგედია და ტრამვა კიდე რა რომ ამან დამაეჭვა მე რომ ეს მაისური მეთქი დედაჩემი ამას არ გამომიგზავნიდა ამ ხელოვნურს და ეს რატო და მეთქი რაღაცა ჭირს დედაჩემს რა იქ თქო ციხეში რომ იქ რო ხარ ჩაკეტილი ფიქრობს რა და როგორც კი ადვოკატი შემოვიდა მეორე დღეს თუ იგივე დღე იყო მეთქი დედაჩემს რა ჭირს რა და რა იციო ვინმე რამე გითხრაო და მეთქი თურმე მიმალავენ და არ მეუნებიან და წარმოდგენა არა მაქვს რა და რა ხდება და აუ არაფერიო წაიქცაო და ტვინის შერყევა ქონდაო და რაღაც მეთქი რას ქვია ტვინის შერყევა და გაჩქარა მეთქი ისა და წავიდა ეს და მომიტანა დედაჩემის ხელი დაწერილი რომ შვილო კარგათა ვარ არ ინერვიულო და მეთქი ეთყობა წაიქცა და ესე იყო ეგ ამბავი თქო და არ ვიცი მე უკვე არაფერი მე იქ პატიმრობა მოვიხადე გამოვედი და დავდივარ ამ ჩემი კასტილებით და იმით ეს ნაცემი რაღაცა ქუჩაში და ხალხი მოდის და სულ მეკითხება რომ აიმე დაჩი რა როგორ ისა და დედა როგორ არის და თავიდან ვერ ხვდებოდი რას მეუნებოდნენ და მე ერთ-ერთი ქალბატონი აი აქ რუსთაველზე მაგთის ოფისი რო იყო იქ შემხვდა და არც ვიცი ვინ არის ის ქალბატონი და ვაიმე შვილო როგორ ახარ დედა როგორ არის რა დღეში ჩააგდეს რა დღე ვინ ჩააგდო მეთქი აბა აიო რო ცემეს ვინ ცემეს და წარმოდგენა არ მქონდა თურმე მე რო დამიჭირეს მე გამოსულან ესენი გარეთ ეს ცხოველები ესენი მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქედან შევეხმიანო თქვენ მშობლებს განსაკუთრებით დედას რომელსაც მე მაქვს პატივი ვიცნობდე და ამ ქალბატონს ჩვენ სულ ვუყურებდით რომ ხა 34 ჯერ რო შვილს დაგიკავებს დაგიპატიმრებს სააკაშვილი
და მისი ეს მავნებლები, რა თქმა უნდა, იქ დედის ხვედრი არის უმძიმესი. და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ვინაიდან მე იმ რაიონში, სადაც თქვენი ოჯახი არის წარმოშობით და ცხოვრობდა ნაძალადევში, სულ ხვდებოდი და ნამდვილად ქართველი დედის სიმბოლო, მაგალითი, უმძიმეს ვითარებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დაჩცაგურიამ სიკვდილს ჩახედა თვალებში. და ერთხელ არ უყოს დედა სხვათა შორის რომ ქალბატონი ყოველთვის იყო ღირსეულად ზედმეტი ემოციების გარეშე, მაგრამ ეტყობოდა რომ ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და სულ შიში ცხოვრობდა რომ სააკაშვილს მისთვის შვილი არ მოეკლა. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი მოხდა რა, მანდ რომ ამ ქალბატონმა მითხრა რომ რაღაცა და არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს და თურმე რა მომხდარა რომ ესენი გამოსულან ამ შენობიდან მე რო დამიჭირეს და ცემეს იქ და რაღაც მეერე გარეთ და ნუ იქ რა თქმა უნდა ქალი კაცი არ დაუნდიათ არავინ და ყველა სასტიკად უწემიათ, მაგრამ თურმე იქ ისა და ეს გამოვიდნენ იღბებით ეს რაღაც ჯგუფი და ცაგურიას დედა რომელია და დედ ჩემს უფიქრია რომ ეთყობაო რაღაცა რომ დამიჭირეს ის პირსახოთ სიკვდილის ჯაგრისია რაღაც მოიტანეთ რაღაცას ეგეც მეტყვიანო და მე ვარო და ერთ-ერთი ვისაც ნიღაბი ეკეთა ეს არისო და კი ეს არისო და დედა ჩემს სასიკვდილოდ ცემეს დედა ჩემი ძირს დააგდეს და ხესხელკეტები ურტყეს და ძიმე ტვინის შერყევით მე დედა ჩემი თურმე იმაში დიღომში საავადმყოფოში იწვა და ოღონ დედამ ნუ ეგ ამბავი რო გავიგე იმის მე დედა ჩემისთვის თვალებში აღარ ჩავიხედია ვერ უყურებ დედა ჩემს თვალებში მე ბატონო დაჩი თქვენ ძალიან ბევრი ჩემი ხელმძღვანელობით ადამიანი მადლობას უნდა გიხდიდეთ იმ ბრძოლისთვის რაც თქვენ მრავალი წლის მანძილზე გაწიეთ თქვენ და თქვენაირმა ახალგაზრდებმა ალბათ თამამად შეიძლება ითქვას ბატონო სოზა რომ ახალგაზრდობა შეწირეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას და სააკაშვილის დამარცხებაში თქვენს ოჯახთან ერთად დედა თქვენთან ერთად ლომის წილი გაქვთ ამ ბრძოლაში ეს ძალიან დიდი რამ იყო და ბევრი რამის ხარჯზე გაკეთდა ამიტომ ჩვენ გვეამაყება ის ქალბატონი რომლის გამოც თქვენ დღეს ასე ემოციურად საუბრობთ მადლობა და მე დედამ მითხრა რა რომ ანუ მე ის იყო კიდე რომ იქ მოკლედ ეს მე რომ დამიჭირეს და ეგეთ დღეში რო ვიყავი ნაცემი ერთი ეპიზოდი არის კიდე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რომ ეს რო არის რაღაც წარმოდგენები რაღაცეებზე და ეხა ელჩები რომ და რაღაც ძალიან აქტიურები არიან ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი ეხა რაც მინდა გიამბოთ თქვენი ნებართვით ძანეთ დიახ ესე იგი წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა დაჭერილები ვართ ეს ახალგაზრდები ნაცემები დალეწილი ტელევიზიები გაითიშა მაუწყებლობა შეწყვიტეს ნუ არ ვიცი ბოდიში და უკაცრავად გამოთქმაზე და სისხლს შარდავთ მართლა ოღონდ ყველანი ისეთი ნაცემები ვართ და აი არ ვიცი რა ეს ხელი მქონდა აქ ესე ძვლები მომიჩანდა და ისე მოტეხილობა დამტრეული რა და არავინ არაფერს არ ხდება რა და ჩემი მეგობრები ექიმი არ შემოდის ხო ვეხვეწებოდით რომ ექიმი შემოვიდეს ანუ იმაზე არ იყო რა ლაპარაკი რომ გაგვიშვით და თავისუფლება და ან რაღაც დაიჭირეთ ის ვინც ესე დღეს ჩაგვაგდო ექიმი შემოიყვანეთ ვეხვეწებოდით რომ ესე მდგომარეობაში ვართ და უბრალოდ ექიმმა შეგვამოწმოს რა იმაზე არ მაქვს ლაპარაკი იქ რაღაც იზოლატორის თვითონ იქ სანიტარი თუ ქალბატონი რომელიც ის იყო იმაზე ანუ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება რომ ვინმეს აღმოეჩინა რა ესე მდგომარეობაში ვართ რა კლინიკაში გადაყვანაზე და იკვლევების ჩატარაზე არც გვიოცნებია უბრალოდ იქ ვინმე ექიმი შემოვიდეს თქო რა ვეხვეწებოდით და რა თქმა უნდა არ შემოსულა ეს ექიმი და ჩემი მეგობრები დაჯდნენ საშიმშილოთ იქ ახალგაზრდები სხვები ვინც გადარჩენ და დაჭერას და ის ზოგი გაილახა და ის მაგრამ ის და დაჯდნენ ევროკავშირის ოფისთან საშიმშილოთ და
ესე იგი ევროკავშირის ოფისიდან გამოვიდნენ და უთხრეს რომ აქეთ ნუზი ხართო, იქით გადადითო ესე, იქით ამხარეს. გადაჯექითო ესე, გადასვეს იქით, ესე იქით. ხო, მეორე ხარ იქით ცოტა მოშორებით, რომ არ შეწუხებულიყვნენ და აი წყალი არ მიუწოდებიათ, სასმელი წყალი არ მიუწოდებიათ. არამც თუ თანხები და ხელშეწყობა. რა თანხები რა პარალელი რო გავალოთ. და ბოდიში და ანუ ქუჩაში იქ დაჯდნენ, შიმშილობდნენ რამოდენიმე დღეს ახალგაზრდები, რომლებსაც იქიდან ვემუდარებოდი რომ შეეწყვიტათ რომ რამედ რომ მათ მოსლოდათ მე ეხლა მიშასავით კი არა რომ ლაკახოშტარიას რომ უთვლიდა და არ შეწყვიტოთ შიმშილობა პირიქით მე ვეხვეწებოდი რომ შეეწყვიტათ შიმშილობა და ბოდიში და საპირფარეშოთი ხო უნდა ესარგებლათ ამ ბავშვებს და იქ ეზოშიც კი არ შეუშვეს და ვიღაც ქალბატონი იყო რომელიც გაახარებს ღმერთი იმ ქალბატონს რომელმაც იქ ის იყო მაღაზია ქონდა პატარა ჯიხურივით და იმან თქვენო წესიერი ბავშვები ხართ ვიცი არაფერს მომპარავთო და მაღაზიის გასაღები დაუტოვა ამ ბავშვებს და ეს ბავშვები იქ მე ეს ახალგაზრდები იქ შედიოდნენ, სარგებლობდნენ ხელპირს იბანდნენ რაღაცა და იწვენ და დღე და ღამეს ათენებდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი არ გამოსულა მათთან. ეს ელჩი და კიდე მაგარი ამბავია რომ რა თქმა უნდა მაგათი ჩვენ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი მაგათგან არ გაგვიგია და ის ეხა ის ბოდიში და ის სიაფანდი რაღაცეები ვითომ კომისიის შექმნები და ვითომ რაღაცეები რომ აი გიგაბოკერია მე გვიშველის ხოლმე თუ დაგჭირდება რომ დაურეკავთ ეგ ზღაპრები მოუყვნენ ბებიამისებს ეგ არ გვაინტერესებს საერთოდ რა არანაირი ქმედითი ნაბიჯი იმისთვის რომ არ ყავს ბოკერიას ამიტომ ჩვენ ისა რა ქვია ვინმეს დავეცვით და რეალურად რამე ნაბიჯი გადაედგათ არავის არ გადაუდგია ერთადერთი ნაბიჯი რაც იყო ის რომ დედაჩემი დამხვდა გახარებული რომ მე მანამაც ხშირად მქონდა ის რომ სულ თავაზობდნენ რომ აღა თავშესაფარს მოგცემთ წამოდი აირჩიე ქვეყანა გინდა შვეიცარიაში გინდა ამერიკაში სადაც გინდათ იქ წაგიყვან და მე არ წავედი არასოდეს და არც წავალ რატო უნდა წავიდე ჩემი სამშობლო ჩემი ქვეყანაა და ვეუბნებოდი რომ სააკაშვილი წაიყვანეთ მე ერთად არ წავალ თქო რა და მაგ იმაზეც მე დამხვდა დედაჩემისთვის გასაუბრებიან თურმე საელჩოს თუ არ ვწდები ევროკავშირის ელჩი ან მაღალი თანამდებობის პირი ამ ევროკავშირის რომ ჩვენო ბევრჯერ ეს დაჩის თხოვეთო და იქნებო შენ რო ეტყვიო ეხაო წამოვიდესო აქო არ მოკლანან რამე არ მოუვიდესო რა და მე დაუკავშირდი და შევხვდი და მე ძალიან ისეთი კონფლიქტური შეხვედრა მქონდა რა რომ მეთქი ბაღის ბავშვი ხო არა ვარ რას ქვია დედაჩემთან იმაშვებით მე საწამიყვანოთ თუ წავმიყვანოთ რომ ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ ის კი არა რომ ეს რატომ მოხდა და რამე რომ რაღაც იმათი აგენტებივით მოდი წაგიყვანთ რა ქვეყნიდან გაგიყვანთ რომ აქ პრობლემები აღარ შემექნა მე ვიღაცისთვის ესე იგი 15 ივნისის მერე ხდება ეს შეთავაზება თქვენ გამოხედით უკვე 30 დღე მოიხადეთ ადმინისტრაციული პატიმრობა და დედა დაგხვდათ გახარებული რომ აი ნახე რა კარგია მითხრეს რომ დაჩი თუ დაგხვდება შენ რომ ევროკავშირის ელჩი იყო თუ არ ვწდები კაუპო თუ რაღაცა ერქვა რა კაუპო ხო მე მგონი მაგან უთხრა რა რომ სად წავიყვანთო სადაც დაადებს ხელს იქ წავიყვანთო ევროკავშირის ქვეყნებშიო ანუ ესეთი ეს როგორ იყო იცით ჰუმანიტარული დახმარებასავით რა ესეთი რომ გადარჩეს დაჩი და რამე არ მოუვიდეს და რაღაცა ერთი ეგ იყო კი ბატონო პრობლემას უგვარებდნენ ხელისუფლებას რომ დაპირისპირებული ხო როგორ არის იცით რომ ეხა ერთგვარი მე დიდი მადლობა რომ ჩემზე უზრუნიათ და რომ აქ არ მოვეკალი ვინმეს და ეს არა უბრალოდ კითხვა რაშია იცით რომ თუ მაგას ხვდებოდნენ რომ მე ეგ მჭირდებოდა ისე მშვიდად რატო იყვნენ ჩვენი დარბევა სხვათა შორის მწვანე აუნთო ჩეხეთის ელჩმა ჩეხეთის ელჩი გამოვიდა და სულ ხულიგნები გვეძახა ჩეხეთის ელჩმა და აი ესე პირდაპირ ჩემი მეუღლე სხვათა შორის მე მაშინ არ ვიყავით დაქორწინებულები და უბრალოდ შეყვარებულები ვიყავით ასე ვთქვა და ერთად მე რომ დამიჭირეს დაჯდა ჩეხეთის საელჩოსთან საშიმშილოდ რომ ექიმი შემოეყვანათ ისიც მაგას ითხოვდა რა და ჩეხეთის საელჩოსთან მივიდნენ და ღამე ნათია იქ რო იყო მივიდნენ და დაარბიეს წაართვეს ეს კარავი რაღაცეები და ჩეხეთის საელჩოს არაფერი იქ თავი არ მოუკლია უბრალოდ როდის გამოიღეს ხმა რომ შემთხვევით გამოიარეს იქ ვიღაც ჩეხმა ჟურნალისტებმა რომლებიც სამოგზაუროდ ყოფილან საქართველოს ჩამოსულები და რა ხდება აქ რო ნახეს ეს რატო შიმშილობს და მოუყვა ნათია ამის შესახებ და იქ რო დაიწერა მე ჩეხეთის ელჩი დამხვდა მე სამართლოდან რო გამოვედი იმისავით იქ დიდი გულშემატკივარი ხო არ გახსოვთ გვარი და სახელი
არ მახსოვს, მაგრამ ამოვიღებ თეთრი ის ქონდა, წვერი ეს თოვლის ბაბუასა. თქვენ რო დაგხვდათ, რა გითხრათ ჩეხეთის? არაფერი, ვითომ დამხვდა, რომ აი როგორ ისეთი რომ რაღაც ესეთი დიპლომატიური ზრდილობიანი შეხვედრა გქონდა, სადაც როგორი მოხარული იყო, რომ გამოვედით ციხიდან, ეს მითხრა და არაფერი. ჰულიგანი აღარ ხარო? იმის იქით აღარაფერი აღარ უთქვავს, რომ აი რაღაცა ვთქვათ ესე იგი, თქვენ გამოძიება მოეთხოვა, ან რაღაცა ეგეთი, რომ დემოკრატია საფრთხეშია და ნახეთ რა დღეს ჩააგდეს ახალგაზრდები, ეგენი რა თქმა უნდა არ უთქვავს რაღაცა. გასაგებია. ესე იგი, თქვენ სხვებსაც ვკითხავთ ამას, მაგრამ თქვენი აზრი ასეთია, რომ ჩეხეთის ელჩი, რომელიც ამას ასე ქვია, სხვა სიტყვა არ ქვია, უხეშად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეებში, თქვენ ახალგაზრდას გიწოდათ ხულიგანი, გააკრიტიკა თქვენი ქმედება, რომელიც სრულიად მშვიდობიანი იყო, მაგრამ იყო მწვავე პროტესტი და ამით წვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, რომ ვეძახით გაუправაო თქვენზე ძალადობა. კი ბატონო, კი, ზუსტად ამას ამბობთ. ზუსტად, სიტყვით გიდასტურებთ, ასე იყო და სულ ყოველთვის, არამხოლოდ მან, ავიცი, მე არ მახსოვს ამ იმათი რა ქვია, ამ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს რომელიმე ჩვენ დაჭერაზე ან რაღაცა ესეთი მწვავე შეფასება ქონოდათ. არც მკვლელობებზე, არც ავიცი. ბატონო დაჩი, როცა ის 30 დღე, ან სხვა 83 შემთხვევაში პატიმრობისას. კი, ან სხვა, კი. ნამდვილად, ბოდიში, რამდენი თქვით, რამდენჯერ დაგიჭირეს? 34 ჯერ ვიყავი. სააკაშვილი 34, შევარდნაძეს არ ვთქვით ამ წუთში, მაგრამ იქაც ბევრჯერ იყავს. 34. რომელიმე შემთხვევაში, ან 15 ივნისის დაპატიმრების მერე ვინმე თუ მოსულა თქვენთან პატიმრობის პირობების მოსანახულებლად, ან სახალხო დამცველი, ან ადვოკატი, ან ჟურნალისტი, ან ვინმე. სახალხო დამცველზე გულწრფელად გეტყვით, რომ სოზარი რო არ ყოფილიყო, მე შეიძლება ცოცხალი არ ყოფილიყავი. მაშინ და მადლობა ღმერთს, რომ დაემთხვა მის სახალხო დამცველობის პერიოდს ეს საგიჟეთი, იმიტომ რომ ნუ ყოველ ჩემ დაჭერაზე მყვიროდი სოზართან ჩქარა და სოზარიც რო სანამ, ანუ ესე იყო, სოზარის მოსვლას ხვდებოდი, ცემას რო შეწყვეტდნენ. რომ ესე იგი სახალხო დამცველი მოდიოდა. თორე რო დაეგვიანათ, რაც უფრო დააგვიანებდნენ, უფრო მეტი ხვდებოდა. და მეტად გვამცირებდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ანუ ეს ის იყო რა, რო არ ყოფილიყო, აი იმიტომ არა რომ ეხა აქ არის ბატონი სოზარი, გულწრფელად გეუბნებით, რომ აი შეიძლება, არ ვიცი, დაამძიმოთ ყოფილიყავით უფრო და რაც შეეხება დანარჩენ მონახულებებს, კი, იყო ასეთიც, ჩემთან იმაში იზოლატორში მოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო მაშინ. 15 ივნის? 15 ივნის, დიახ, რომ დამიჭირეს, ოღონდ 15-ში არა, მოვიდა, შეიძლება 20-ში ან ეხა ზუსტად თარიღი არ ვიცი, სხვათა შორის თარიღებს ვერ ვიგებდი, იქ რა იყო, იმიტომ რომ აი თქვენ რო ხონის ციხეში ნახეთ, მოკაწრული კედლები, მეც ეგრე ვკაწრავდი, იმიტომ რომ ჩემი ციხის პირობები ზუსტად ეგეთი იყო, სადაც ვერ ვხედავდი მე მზეს და სინათლეს. და არეული მქონდა დღე და ღამე, არ ვიცოდით რა იყო და დღეები როგორ უნდა დამეთვალა და მეც მიწისქვეშა საკანში იყავით თუ რატო ვერ ხედავთ? აი ესეთი ადგილი იყო, რომ სადაც ფანჯრიდან სინათლე არ შემოდიოდა, ფანჯარა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ესეთი ის იყო. სარკმელი. სარკმელი, სადაც უფრო შუქი შემოძერა, ფორთოჩკასავით, მოდი ეს დავარქვათ. საიდანაც სხვათა შორის როგორც კი რაღაცაზე გაბრაზდებოდნენ, იმ წუთასვე ჩაგვიკეტავდნენ, რომ ჰაერიც არ შემოსულიყო და იქ უჰაერობაში მე გვსჯიდნენ ეგრე, რომ აი ჰაერიც არ შემოდიოდა, მაგრამ ნუ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვეგუებოდით, არ მოშვებოდით მაგითი, ვერ გვაშინებდნენ ასე ვთქვათ, მაგ იქაც სხვათა შორის არც ერთხელ მიუხედავად აი ცემისა და წამებისა და ყველაფერზე პასუხს ვცემდით რა. არასოდეს ჩვენ არ დაგვიტოვებია უპასუხოთ მაგათვის ჩვენი არც ერთი შეურაცხყოფა და რაღაცას ყვებოდი და ეკა ხერხეულიძე გეწიათ საკანში. მე სტუმრა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და ნუ ვარ ესე ნაციონალური მოძრაობის ხმალამოღებული მიმდევარი წევრი დამქაში. კი ბატონო. და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. უკეთესი ვერ იშოვეს. მერე და მოვიდა და ну, აბაო სადახარო ერთიო რა, ჯერ ეგრევე იმითი რაღაც დაგდებული დამოკიდებულებით, ანუ პატიმართან შემოდის ადამიანის უფლებათა. დამენახე სადახარო. აბა ერთი სადახარ დამენახე და რაღაც ჯერ დამოკიდებულება და ну ეგრევე უთხარი მეთქი. რა გინდა მეც ერთ რატომ მოხვედი და
არაო მე ხო იცი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარო და შენი მდგომ ხო და მეთქი მაშინ აი ნაცემი ვარ ნაწამები ვარ ესე მდგომარეობაში ვარ უყვება ხო ხარ ადამიანი ხა გეთქი გააყენებ საქმის კურსში რომ მიხვიდე და მოახსენო შენ პარლამენტს შენი სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულო და მოუყევი ყველაფერი ესენი რაც ხდება და მიყურებს და იცი რას გეტყვიო შენო საცემი ხარო და მაგიტომაც გცემესო დიახაც საცემი იყავიო შენ ახალაიაზეო ბიჭო შენო ხმასო როგორ იღებო პატრიოტებზეო ქვეყნისთვისო რომ რაღაცა მიშაზეო შენ ხმას როგორ იღებო მიშა რო არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდა და ქვეყანა წვდიადიდან გამოიყვანდა ნუ ის თავისი რაღაცა სისულელეები და გავოგნი მეთქი შენ სხვა ხო არ მეშლება მეთქი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ხო ხარ და მოდი ხარ და ნაცემ პატიმარს მეუნები რომ და ღირსი იყავი და კიო ეგრე იყო ღირსი იყავი და საცემი იყავი მეთქი რაღა უნდა შევედით მეთქი რა იმას უთხარი არ მინდა მეთქი რა ამასთან ლაპარაკი მეთქი რა ნუ დავახურე იქ რა თქმა უნდა კარგად თავზე გავეცი მაგის პასუხი რომ ვინც იყო და რაც იყო უთხარი მაგრამ ნუ აღარ მინდოდა უკვე ეს დისკუსია იქ რა მეთქი შემიყვანეთ მეთქი კამერაში აღარ მინდა ამასთან ლაპარაკი მეთქი ეს არის ჯალათი მეთქი ჩვეულებრივი რა და ნევრების მოსაშლელად არის აქ მოსული თქო ჩემი ვინმე ხომ არ ყოფილა ერთხელ იყო კიდევ ქალბატონი რუსუდანი ის აი შეულიშვილის ვიცე-სპიკერი იყო კერვალიშვილი ისიც კი და ის იყო მასთან საუბარმა უფრო მშვიდობიანად ჩაიარა ნუ ის არ იყო ისეთი კონფლიქტური ტიპი ეს როგორიც ეს აგრესიულია ეს რისთვის მოვედიო ქალბატონმა მოვედიო რომ რაღაცა მე ჭირდებოდათ რომ აი ვითომ ყველაფერი კარგად არის და რომ გავიდა ეგ განცხადებაც გაუკეთებია რომ ძალიან კარგად ვიყავი და რაღაცა ის ცხოველების ფერმა მქონდა მე იქ 1984 კიდე სხვა ციგნები და ამ ქალბატონს ის ვაჩუქე ცხოველების ფერმა და მეთქი აი ეს წაიკითხეთ მეთქი კარგად და თქვენ ხელისუფლებას იპოვით მეთქი აქ როგორი იყო თქო და და ეგ პირიქით ისე გამოვიდა რომ კომენტარი რომ ნახე რომ დაჩიო კარგად არისო კაცო ცხოველების ფერმაც მაჩუქაო და მე ისე ხო არო ეს მაჩუქაო კი მაჩუქაო ხო და ოღონდ მე ისე თქვა რომ მე კურიოზი შეგვემთხვა რომ დეჩემს ერთხელ ქუჩაში იმაში ტრანსპორტში ვიღაცა შეეკამათა რომ საგურიას იმდენი ფული ქონიაო ფერმა უჩუქებიაო რუსიკო კერვალიშვილისთვის ვაგერო და ეს ეგეთი ის ქონდა კიდე ბატონო დაჩი სანამ ჩვენ შემდეგ პირს გამოვკითხავთ ძალიან აუცილებელი მგონია რომ ვახსენოთ რა თქმა უნდა კი ბატონო სანამ კითხვას დავსვამ არ არის პრობლემა ვაზაგაშვილის და მასთან მყოფი ახალგაზრდების ჩაცხრილვა თბილისში კორტებთან დიახ ბატონი იური ვაზაგაშვილის ხმალამოღებული ბრძოლა კი ჯაზუს შექმნა, რომელიც საზოგადოებრივი მიმდინარეობა და ორგანიზაცია იყო და ჯაზუს და ბატონი იურის ღვაწლი ასევე სააკაშვილთან ბრძოლაში წარმატებების საქმეში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელსაც ჯერ დააბრალეს, რომ თურმე ვითომ სვანურ გარჩევაში მონაწილეობდა, შემდეგ ვერ დაფარეს ის რაც იყო მომხდარი და უკვე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოცხადდა სტრასბურგში პროცესზე და სასამართლო დარბაზში განაცხადა უტიფრად რომ სანდრო გირგვლიანი მაყვლის ბარდებზე გადაიჩეხა და ასე დასრულდა ამის გამო დასრულდა მისი სიცოცხლეო. გამცემლიძის მკვლელობა და მისი მამის და მთელი ოჯახის ღვაწლი სააკაშვილის მარცხში, იმიტომ რომ თუ კი ვინმე იყო დაზარალებული მშობელი იყვნენ სწორედ ესენი რობაქიძის მკვლელობა, როინ შავაძის მკვლელობა და რამდენიმე ათეული ადამიანის ახალგაზრდების ძირითადად, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, მათი ქუჩაში მკვლელობები. ასევე ახალგაზრდების და არასრულწლოვნების დაპატიმრებები. ავჭალის ციხე ბატონი სოზარი ჩემზე უკეთ ვისაუბრებს, მის ანგარიშებში ეს ყველაფერი აღწერილია, გადაივსო ბავშვებით და არასრულწლოვნებით, არასრულწლოვანთა სასჯელახსოვრების დაწესებულება. უფრო მეტიც, ერთადერთი და პირველი ალბათ დამოუკიდებლობის შემდეგ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გოგო პატიმარი გვანცა ყუფარაძე, რომელსაც
მე ვიცნობ მის საქმეს კარგად სისხლის სამართლის მტკიცებულებებიც კი არ იყო სათანადო იმისა რომ არამც თუ მან ერთი ხელით მასზე უფრო ძლიერი სკოლელი ბიჭი დაიჭირა ერთი ხელით და მეორე ხელით ორი სხვადასხვა დანით მიაყენა ჭრილობები. კი, მახსოვს. ასეთი ბავშვი გოგო, რომელიც ერთადერთი იყო მაშინ არასრულწლოვანი გოგონა, 14 წლის თუ არ მეშლება, შეიძლება 13-ისაც მოათავსეს ქალთა კოლონიაში და იმიტომ რომ სრულწლოვან ქალებთან ერთად ვერ მოათავსებდნენ, მან ძალიან დიდი დრო გაატარა მარტო საკანში და სრულწლოვანი რეალურად გახდა იქ. აი ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი გამოგვჩება, იმიტომ რომ ეს იყო მასშტაბური ძალადობა, მკვლელობები ციხეში და ციხის მიღმა. თქვენ ამ ყველა ბრძოლაში იყავით ჩართული. ის 33 დაკავება 15 ივნისის გარდა, რომლის მსხვერპლიც თქვენ იყავით. ხომ არ იყო, პირიქით გკითხავთ, ხომ არ იყო ისეთი, სადაც არ იძალადეს თქვენზე ფიზიკურად, სადაც პირობები იყო მეტნაკლებად ადამიანური დაკავების ან პატიმრობის. ასე გკითხავთ, იმიტომ რომ სხვანაირად კითხოს აზრი არ აქვს. ნახეთ როგორ არის, მე რო უყურებ ხოლმე ხა დღევანდელ ამბებს და ვაკვირდები რა, სულ ძალიან მაინტერესებს ხოლმე რა და სულ გაფაციცებით ნებისმიერი აქცია როა ყველაფერია, სულ კითხულობ, ეცნობი პირდაპირ ეთერებს ისა და ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთხელ ქალბატონოთი ამაზე ვარ პასუხისმგებელი, ავიცი, ყველაფრით, რომ ჩვენ არასოდეს არ დაგვიმტრევია, არ შევჭრილვართ არსად და აი ათასობით ადამიანი გამოდიოდით ხოლმე ერთად ქუჩაში და თან როგორი ხალხი, აი ეს გამწარებული ხალხი, შვილდახრეტილი ხალხი, ციხეში ჩაცმული და ნაწამები ხალხი, ავიცი, თვითონ ციხე გამოვლილი ხალხი, ვეტერანები, რომლებსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს, ვითომ ეხა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა რო ვითომ მოდაში რო აქვთ, ეხა შემოღებული და თვითონ რო ყველა ომში მამამისების დახატული ლენინის პორტრეტების უკარო იმალებოდნენ და კიდე სადიმალებოდნენ ღმერთმა უწყის და ეხა რო გაბედულები ბიჭები არიან და არც ერთი სხვათა შორის არც ერთ ომში სრულწლოვანების ასაკში მოესწრო არ ყოფილან, აი ეს ვეტერანები რო დაარბიეს და დალეწეს და აი ეს ხალხი სულ ყველა ერთად ვიკრიბებოდით და ჩვენ არასოდეს არც პარლამენტის შენობაზე ცეცხლის წაკიდება გვიცდია, არც პოლიციელებისთვის გვისვრია მოლოტოვის კოქტეილები და ფეერვერკები, არც არავინ დაგვიშავებია, არც არავინ გვიფურთხებია უკაცრავად გამოთქმისთვის და არავის შვილებს არცად არ მივარდნილვართ. ეს მინდა ხაზგასმით ყველა მიცოდეს. და ეს ამას იმიტომ ვაკეთებდით ჩვენ, რომ ეს მიუღებლად მიგვაჩნდა და ეხაც მიუღებლად მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი და ამას არ აქვს ახსნა ამას როცა აკეთებს ადამიანი და ჩვენ დიახ ვამბობდით რომ ჩვენ არაძალადობრივი ბრძოლით ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებად რომ ჩვენ ქვეყანაში ყოფილიყო მეტი დემოკრატია და მეტი თავისუფლება და არც ერთხელ ჩვენ ესე არ მოგვცევია ეხა როგორც ხედავ მე რომ აბა შენი ჭირიმე მობზანდი და დაბზანდი და ეხა გინდა გვარამია რომ ზუსტად იგივე არისო გვარამია მივიდა ციხესთან და იქ გამოვიდნენ წაუკითხეს უფლებები და მობზანდი და შეიყვანეს აი ზუსტად ეგრე ვიყავი მეც მისული და გამანადგურეს იქ და ჯანმრთელობა და ფსიქიკა და ყველაფერი დამინგრიეს აი ეგრე გვარამიასავით მისულს იქ მშობლებს ხო დედაჩემს სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ დედაჩემს ფსიქიკა ანუ ეგეც არ, მაგრამ მინდა რომ ვთქვა, არ ვამბობ მაგას, არ ვლაპარაკობ და ძალიან მიჭირდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ იცოდეს ყველამ, რომ დედაჩემს მაგ ამბების მერე დაეწყო არა მხოლოდ უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და მეც ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და მქონდა მაგის გამო. რომ ეგ დღე ვერ გადავხარშეთ ჩვენ. ვერ გადავხარშეთ, ეს დღე ვერ გადავხარშეთ რა და ესენი რომ ეხა დღეს რომ ველაპარაკებიან რაღაცეებს რა რომ ცოტა გონს მოეგონ რა ცოტა უნამუსობასთან ერთად რაღაცა ამ სინაძილეს მართლა საზღვარი ხო არა აქ რას ქვია იგივეა არ რას ქვია ის არის
ყველა აქციას უყურებ შეგნებულად, რომ რამე ეგეთი აბა რა მოხდება და არც ერთხელ ჩვენ არასოდეს ფოთოლი არ ჩამოგვიგდია ხიდან და ყველა 7 ნოემბრის აქცია დარბევა როგორ დაიწყო. მოშიმშილი ადამიანები აქ პარლამენტის შენობისთვის ღამე 4 საათზე მე 5 დღე ნაშიმშილარი სულს რო ღაფავდნენ და ფეხზე ვეღარ იდგენ, მოწვივდნენ აქ იმის ბეზოვების ფორმაში ჩაცმული ზონდერები და სასიკვდილოდ ცემეს აქ. კი. ბადნოდარჩი კიდევ ვიმეორებ შეკითხვას 34 ჯერ იყავით სააკაშვილის არც ერთხელ მაპატიეთ არც ერთხელ არ ყოფილა რომ არ ვეცემეთ არ შეურაცხყოფები არ მოეყენებიათ ან რაღაცა მსგავსი რა რომ ეხლა რა თქმა უნდა ხარისხი 15 ივნისის დაკავება უმძიმესი იყო და ის ცემა და ამბავი მაგრამ მე არ მახსენდება დაკავება სადაც მინიმუმ არ გაველახეთ და არ ვეფუთხებინეთ და შეურაცხყოფები არ მოეყენებინათ და არ დავემცირებინეთ. ეგეთი უბრალოდ არ ყოფილა. მადლობა. ბატონი სოზარი დასვამს კითხვას. დიდი მადლობა ბატონო. კითხვა იმდენად არა, უბრალოდ მართლა აი ისეთი ნაცემი ადამიანები როგორც მაშინ იყვნენ. დაჩი ცაგურია, გიორგი ჩიტარიშვილი, დათო ფაცაცია, მიშა მესხი, სხვაებიც აი უბრალოდ წარმოუდგენელია რა, ხელზე ვერ უპოვიდი ადგილს, რომელიც არ ქონდა დალილავებული და მოტეხილი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ევროკავშირის ელჩზე თუ სწორად მახსოვს პერეკლუნდი იყო მაშინ ევროკავშირის ელჩი, რომელიც ხო მეშლება არ ვიცი, რომელიც შემდეგ გახდა NDI-ის დირექტორი, საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა NDI-ის დირექტორის რანგში და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა. ეს არის ელჩი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რაც ხდებოდა. კარგად იცოდა არა მხოლოდ თქვენგან, უბრალოდ ერთი ფაქტი რომ მოვყვე 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირმა დაიქირავა ესტონეთის ყოფილი ელჩი ჩამოიყვანა საქართველოში და მას უთხრეს ეგეთი სტატუსი მისცეს, რომ ის არის სახალხო დამცველის მრჩეველი. და თვითონ ეს კაცი კვდებოდა სიცილით, რომ მე ერთადერთი ფუნქცია მაქვს, რომ მე ვარო სახალხო დამცველის დამცველი. და პერეკლუნდმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენს ოფისში ზის, იმიტომ რომ სპეცრაზმით არ შემოვარდეს სააკაშვილი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ერთი გაებედა ვინმეს მაშინ და იგივე ტიპის განცხადებები გაეკეთებიათ, რის გაკეთებას, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნების ელჩები, მათ პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ კურსს. ამიტომაც რა თქმა უნდა, პირად საუბარ შეიძლება ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ მსგავს რამებს ხმამაღლა არ ამბობდა და ვერ ბედავდა არავინ. და კიდევ ერთი წერან თქვა, რომ ქალბატონი ნათია ხანირავა, მისი მეუღლე შიმშილობდა ჩეხეთის საელჩოსთან. ნათია იყო ჩემი თანამშრომელი იმ პერიოდში და ნათია ხანირავა სხვათა შორის არის უნიკალური მოწმე იმ უდიდესი ტრაგედიის, რასაც ჰქვია ვაზაგაშვილის და ხუბულოვის დახვრეტა. ის უშუალოდ შეესწრო იმ ამბავს და ამიტომ მე პირადად პირველი წუთიდან ვიცოდი იქ რას მოხდა. ვიცოდი, რომ ის იყო ჩასაფრება კვლელობის მიზნით და არანაირ დაჭერის ოპერაციას იქ ადგილი არ ქონია. თავდაპირველად ვიცოდი იქ ალბათონი ნათიასგან და მოგვიანებით ეს ხო ექსპერტიზებითაც დავადასტურეთ. ექსპერტიზები, რომელიც ჩატარების უფლებას არ გვაძლევდნენ და სახალხო დამცველის ოფისმაც ძალად ჩავატარეთ, სადაც გამოჩნდა, რომ არც ერთი ტყვია შიგნიდან ნასრული არ იყო და ყველა ის ტყვია თვითონ რომ ამბობდნენ რომ შიგნიდან იყო ნასრული, სამდროში ყველა ნატყვიარი იყო გარედან შიგნით იმისთვის რომ ეს ადამიანები ჩაახოცათ და ქალბატონი ნათიაც იყო ამ ბრძოლის მართლა ერთ-ერთი წინა ხაზზე და ამ შემთხვევაში უნიკალური მოწმეც აი ამ უდიდესი დანაშაულისა და ტრაგედიის, რასაც ჰქვია ვაზაგაშვილის და ხუბულოვის ქუჩაში დახვრეტა. დიახ, და სხვათა შორის აი ეგ ვაზაგაშვილის ამბავი რა, რომ აი სულ ფიქრობ ხოლმე მაგას რა, უსმენ, უყურებ ამათ რაღაცა და აი არასოდეს ქალბატონოთია ეხა ბატონი იურისთან კი იცით ეხა დღე და ღამე ერთად ვიყავით ხოლმე იქ ქალბატონი იასთან ეს შვილმკვდარ დედებთან ასე ვთქვა ჩვენ რომ ვიცავდით ვცდილობდით დაგვეცვა მათი უფლებები და რაღაცა და რაღა უნდა გაგვეკეთებია იქნებ ახალი აღარ მოეკლათ ეს იყო ჩვენი მიზანი თორე ეხა აღარც სანდროს განათლოს ღმერთმა მისული და აღარც ბუტას და აღარც გიორგი გამცემლიძეს და არავინ არ გააცოცხლებდა ხო და არც ერთს ქალბატონო თეა თავში აზრად არ მოსულიათ რომ ეთქვათ რომ საქართველოში სანქციები დაადეთ
რაღაცას რა, აი შვილმკვდარი ადამიანები, გამწარებული, თან დედის ერთა შვილები რო დაუხოც, ეს აი ცხოვრებას რო აზრი დაეკარგა მაცას და კი ნახეთ ქალბატონი ირინაც და მთელი ოჯახიც როგორ ტრაგიკულად განადგურდა ამის მერე და აი ამხელა სიმწარე ქონდათ ადამიანებს, მათ არ უთქვიათ ეგეთი რამე და როგორ შეიძლება ის ცალფეხზე დგომის სპეციალისტი რო ყავს და კიდე ის ვიღაცეები რო იხვეწებიან სანქციები ეგენი აი თქვათ აი შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს და რაღაცა გაბრაზებული იყო მესმის ხო ადამიანი რაღაცა არ მომწონს პოლიტიკა თქვათ ქართული ოცნების ან ვიღაცის პოლიტიკოსის რაღაც პოზიცია ხო აი როგორ შეიძლება მე ვერ ხვდები რომ ეგრე როგორ გამწარდეს შეიძლება ადამიანი რომ ია და ქალბატონი ირინა ენუქიძე და ციცინო შავაძეს და იმათ არ მოსვლიათ თავში აზრად რომ გაუნადგურეს ოჯახები ამ ხალხს და ვიღაც საბანაძეებს და ვიღაცა აგენტებს რა სიბრაზე აქვს ეგეთი ამ ქვეყნის მიმართ რომ იხვეწებიან რომ გინდა თუ არა საქართველოს სანქციები წაართვით ისა უვიზო მიმოსვლა საქართველოს არ მისცეთ ის სტატუსი და ასე შემდეგ რა როცა პირიქით იყო ეს ხალხი რა ვიცი ამ ქვეყანაში გამოხატავდნენ თავის აზრს, ვიკრიბებოდით, პროტესტი ქონდა ყველაფერი, მაგრამ ეგეთი რამე რო თავში, აი ხო გეუბნები. ქვეყნის საზიანო ნაბიჯები არ გადადგა, გამორიცხული იყო. კენჭი ქვა არ გვისვრია შუშისთვის და ფანჯარა არ გაგვიტეხია. კი, ეს ბრძოლა იყო კანონიერი მეთოდებით ახალგაზრდებსაც რო აუხსნათ და ამ კანონიერი მეთოდით ბრძოლაში, რომელიც იყო უსამართლო და უთანასწორო, ჯამბულ გამცემლიძეს, ირინა ენუქიძეს დუტა რობაქიძის მშობლებს, დედას, მამას და თავისი პრინციპული პოზიციებით როინ შავაძის მეუღლეს და ძალიან ბევრ იმ მშობელს, თუნდაც გვანცაყუფარაძე ვახსენეთ, მისი მამა, რომელიც ყოველდღე მიდიოდა რუსთავში თბილისიდან და გარეთ იდგა, რომ მის შვილს შიგნით ქონდა იმედი, რომ მისი გარეთ დგომით ყოველდღე წლების განმავლობაში. ბატონი ალეკო ასევე ყველა ის ადამიანი, ვისი გვარიც შეიძლება ასე არ გახმაურდა, მაგრამ მოკლეს, ყველა მათგანის მშობელი თუ ოჯახის წევრი კანონის მკაცრად ფარგლებში აწარმოებდა ამ ბრძოლას და იურა ვაზაგაშვილის და აი ყველა ამათი 8 წელი არის ძალიან დიდი სააკაშვილის მარცხში. ერთ დეტალს გეტყვით რა, მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებამ მინდა იცოდეს რა, რომ რატო იყო რამოდენიმე გვარი ცნობილი ასე ვთქვათ, აი იგივე ვიც ჩამოვთვალეთ ახლა ხო, ყველა ერთმა გაანათლოს მათი სულები. უამრავჯერ ვარ მე ნამყოფი ოჯახებში, რომ მოკლეს ესე და საშინელი ისტორიები და ტრაგიკული ამბები იყო და ოჯახის წევრები გთხოვდნენ რომ რაღაც შეშინებული უკვე აი განადგურებული ოჯახის წევრები და გთხოვდნენ ხოლმე რომ იქნებ თავი შეიკავოთ და ამაზე მედიაში არ ილაპარაკოთ. ეხლა როცა ოჯახის წევრი ამას გეუბნება რა ჩვენ კი უფლებადამცველები ვიყავით, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ ვაძლევდით ჩვენ თავს უფლებას რომ ამაზე გვესაუბრა. ციხეში იმაზე სიკვდილიანობის სტატისტიკით რომ დედამიწაზე ყველა რეკორდი დაამყარეს. ციხეში ეგ სტატისტიკა არ არის ხალხო სერიოზული და ისა რა ქვია რელევანტური და სწორი. ეგ რეალობა იყო აბსოლუტურად სხვა. იმიტომ რომ ერთი წესი ჰქონდათ მაგათ, იქ ციხეში რომ ცემდნენ ადამიანს სასიკვდილოდ და უკვე რომ სიკვდილის ზღვარზე იყო და იცოდნენ რომ შეიძლება და ვერ გადარჩენილიყო, უცებ გაუკეთებდნენ სასამართლო სახელდახელოდ შეკრიბავდნენ ფორმალურად გაუფორმებდნენ და ან საჟილს გადაუადებდნენ, ან მოუხსნიდნენ და სახში მიქონდათ, მე ვარ ერთი 10 ოჯახში ვარ ნამყოფი, სადაც ესე უკაცრავად და ნასილკით მიიტანეს ადამიანი და კარში დაუდეს ესე სულის მღაფავი ადამიანი და ან რამოდენიმე საათში ან მეორე დღეს რო გარდაიცვალა. ეგეთ ოჯახებში ვარ ნამყოფი, სადაც ვეხვეწებოდით რომ იქნებ რამე გვეთქვა და გთხოვდნენ რომ არა იცი, ჩვენ ოჯახის სხვა შვილები და ისინი შეიძლება დაგვიხოცონო. ეხლა რომ რაღაცა არ მოწონთ ის ციხის პირობები და თურმე გვარამიას რაღაცა ტელევიზორი არ დაახვედრეს იქ ჩართული და ხმა არა უშავს შეიძენს როგორც ყველა პატიმარი აკეთებს ამას და ტელევიზორიც ექნება. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია ქართულ საპატიმროში. ბატონი თქვენი ნებართვით თუ არ გეწყინებათ, ბატონი ირაკლი და შემდეგ ბატონი სობზარი და უნდა დავემშვიდობოთ ბატონ დაჩის. აქ ერთი დეტალი არის, რომელიც ალბათ საერთოდ იმ გენეზის გვიჩვენებს, საიდან დაიწყო ეს ძალადობა შენიღბული დემოკრატიული და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისათვის. როდესაც მე არ ვიცოდი ეს ფაქტი, რაც მას გადახდა და აჩცაგურიას,
როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დროებით, ასე ვთქვათ, ტრანსფერის მოლოდინი იყო, ტრანსფერი ხდებოდა ხელისუფლებისა, მithom ოპოზიციაში იყვნენ და შესთავაზეს ის, რაც მოყვა დაჩი. რომ შენ უნდა, ასე ვთქვათ, გაუპატიურების სცენა გაათამაშო და ამით ჩვენ მოვახდენთ იმ დროს არსებული ისედაც შერყეული ხელისუფლების მთლიანად ჩამოშლას და საზოგადოებაში აი ამ ნეგატივის დაბადებას. სწორედ ეს, ასე ვთქვათ, ფსიქიკა და აზროვნება იყო მთელი ამ ხელისუფლების მოღვაწეობის, რო ვიტყვიან, შინაგანი სამყაროს, ასე ვთქვათ, განსახიერება. და დღეს ოპოზიციაში ზუსტად იგივეს აკეთებენ. უბრალოდ ხანდახან ფიზიკურად იმის გამო, რომ ხელისუფლება არ აქვს, ამის ფიზიკური განხორციელება არ შეუძლიათ, მაგრამ ხო შეუძლიათ ბულინგი, ხო შეუძლიათ ადამიანების ამ დონეზე დაზიანება და რაც თავარია, ახალგაზრდების ისე ჩაბმა, ისეთი ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მათ პროტესტს იყენებენ საკუთარი აი ამ ძიმე მიზნების მისაღწევად. და ახალგაზრდებს გონიათ, რომ სიმართლისთვის იბრძვიან და რეალურად აი იმ ფსიქოლოგიური და იმ, რო იტყვიან, მენტალური გზის ნებსით უნებლიეთ ხშირ შემთხვევაში სახურნი გამოდიან, რითაც დაიწყო დაჩიცაგურიას წინააღმდეგ ბრძოლა. აი ეს არის, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ და სამწუხაროდ სანამ ეს ძალა და ეს აზროვნება საქართველოში არსებობს, მანამდე სულ იქნება აი ესეთი გაუბედურებული ახალგაზრდები, ან გამოყენებული ახალგაზრდები ამ ერთ რაღაცას ვიტყვით, თქვენი ნებართვით ერთი ძალიან სწორი შეფასება იყო და ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ვერ ხვდებიან თან, რომ იგივეს აკეთებინებენ. ეხლა მე სტუდენტები იყვნენ, სულ ყველანი გოგაონიანები და ის დანარჩენები, მე და ბაჩუ ახალაია სტუდენტი რო იყო, ესე ვიცნობდი და ვინმეს რო ეთქვა, ეგ მონსტრი გახდებოდა, არ დავიჯერებდი მაშინ, სტუდენტები რო ვიყავით მაშინ, მაგრამ ამათ ხელში ესენი მონსტრებად გადაიქცენ. რატო? ეხაც რაც ხდება, საჭმელში ჩაუფურთხოთო, კამპანია რო დაიწყეს და აბა საჭმელში ჩაუფურთხოთ, ეგ ხელისუფლებაში რო იყვნენ, მაშინაც აკეთებდნენ. ეგ მაგათ ციხეში დაიწყეს. მე ციხეში მაგათი საჭმელი არ მიჭამია არასოდეს. მაგის გულისთვის, იმიტომ რომ გვიფურთხებდნენ იმ საჭმელში და ეგ ცნობილი ამბავი იყო, კაცო, ეგ ეხა არის, რომ ვითომ არავინ არაფერი არ იცოდა და ყველა შვეიცარიაში ცხოვრობდა, თურმე მიშას დროს შვეიცარიულ დემოკრატიაში უბრალოდ ყველა მიცოდა, კაცო, იქ ციხეში პატიმარი რო იყო, რომ საჭმელში აფურთხებდნენ და იქ ვცდილობდით, რომ შემოგდიოდა საკვები, იქ გადანახული ქონდა და იმას ჭამდით, რომ ის არ გვეჭამა იმათი და იმ ახალგაზრდებს ვინც ამის შესახებ არ იცის, იგივეს აკეთებინებენ და ვერ ხვდებიან და მე ჩემ თვალწინ ეგრე ჩამოყალიბდნენ ესენი ამ ეს რაღაცა დემოკრატიისთვის მებრძოლი კმარელი და ლამაზი ბავშვები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ჩამოყალიბდნენ მე მონსტრებად, ეს ბაჩუ არის მაგის მაგალითი და დანარჩენები კიდე, რომ ზუსტად ეგრე და ჯერ იმით აწყებინებენ საჭმელში უნდა ჩაუფურთხო, აი მაგით იწყება ეგ, მაგით ბავშვები, შვილები დაუშინოთო და მიუვარდეთ და შვილებმა იცოდენ, რომ მამა ცუდი ყავთ და იქ და მიხვიდეთ და ისტერიკები გაუმართო შუა. მაგით იწყება ეგ. და მე ეგრე მთავრდება, მე გირგულიანის ისტორიით მთავრდება, მე ვაზაგაშვილის ისტორიით მთავრდება და შავაძის ისტორიით მთავრდება და ცინდელიანის ისტორიით მთავრდება. მე ბოლო სერიაში ეგ ხდება. აი ესე რომ თავის ჭკუაზე დაარბენინებენ მაგათ და ამ მე უამრავჯერ მოუწოდე მათ, ყველა ეთერში ვიყავი და მე სხვათა შორის, აი ყველაზე რა მეტად რაც არ მიყვარს ეთერში სიარულია და ეს, მაგრამ თავს მოვალეთული ხოლმე და მაგიტომ მივდივარ იქაც რა და მაგიტომ მივედი სპეციალურად მე სანამ ეს დაანონსებული იყო და მათ მშობლებს მე მოუწოდებდი და ოჯახის წევრებს, რომ იქნებ მეთქი თქვენი შვილები არ გამოაყენებინოთ ამათ, თორე ეხა რაც მოხდა ეს კინო 9 ჯერა მაქვს ნანახი და ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. ლაკა ხოშტარია ქუჩაში რომ გამოვიდა და ფერვერკს ცაში რომ ისრო და ვითომ იმის საჩვენებლად რა მაგარია და ამ ბავშვებს რომ სახეში ასროლინა პოლიციელებზე და ეხა დაჭერილები რო არიან თვითონ რატო არ ესროდა სახეში პოლიციელი, აბა ერთი მივიდეს, გამოვიდეს ლაკა ხვალ და პოლიციელი რო იდგება ქუჩაში სახეში ესროლოს ის ფერვერკი, როგორც იმ ბავშვებს აკეთებინებდა. არა, თვითონ არის, არა, თვითონ არ არიან. მთელი ამბავი, ეგრე თვითონ სხვიშვილებს გაიმეტებენ მაგისთვის, სხვიშვილებს გაწირავენ მაგისთვის, როგორც ეხა გაწირეს. ფეხებზე კიდიათ ეგენი, გაწირავენ სხვიშვილებს, თვითონ იქნებიან ესე, კი მაყუც გადაიკეთაცავენ ჯიბეში და იქნებიან ბედნიერები. კი ბატონო.
ხო, მე სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ. მე არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს იგივე სრულიად ახალგაზრდა მათე და მისი ბედი აღელვებს. არა, ეს არის მათთვის აზერბაიჯანის ხორცი. ბატონი სოზარი და უნდა დაგემშვიდობოთ, რაც არ უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს თქვენთან საუბარი, დროში ვართ შეზღუდული. გთხოვთ. ბატონმა ირაკლიმ რაც თქვა, ის უნდა გავაგრძელო, არც ესე მართლა არც ნესიცვლის ნაციონალური მოძრაობა და არც პერს და ამდენიმე მაგალითი ახლა ბევრჯერ ვახსენეთ დღეს იური ვაზაგაშვილი. მას შემდეგ რაც ჩვენთან იყვნენ აფრაზიძეების დედა და შმაგი აფრაზიძის შვილები, რომლებიც აი ცირეწლოვანები, სულ ბავშვები იყვნენ, როდესაც მათ ოჯახში საზარელი ტრაგედია დატრიალდა და თვითონაც ძლივს გადარჩნენ ეს ბავშვები სიკვდილს. ამის შემდეგ წავიდა კამპანია სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, რომ თურმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. და ვაზაგაშვილის ოჯახიდან დაბარებული არავინ არ ყოფილა, ისე დაიწყეს წინასწარ დაიწყეს კამპანია ასევე გამოკლული ვაზაგაშვილის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, დანაშაული ვინ ჩაიდო და ოჯახების დისკრედიტაცია იმის თქმა მინდა და იმაზე კი არ არის ლაპარაკი, დანაშაული ჩაიდინეს თუ არა. უბრალოდ თუ შეიძლება ადამიანის აყვანა, ამ შემთხვევაში არ უნდა კონდეს სახელმწიფოს მისი ლიკვიდაცია განზრახვაში, ლიკვიდაცია, რომელიც აფრაზიძეებთან დაკავშირებით პირდაპირ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა თავისი სიტყვებით და რომელიც მოწმე იყო თქვენი მეუღლე ქალბატონი ნათია ვაზაგაშვილთან სამგორის ამბავით კვლევით დადგინდა და ესეც არიკმარეს და ამის შემდეგ იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. აი უფრო ცინიკური მკვლელობა, საზიზღარი მკვლელობა, უფრო ნაკლად რო გამოაჩენდეს ნაციონალური მოძრაობის სახელს, ალბათ ძნელი წარმოსადგენია, უბრალოდ ეგ მინდოდა მე თქვა და ეს არის ძალა, რომელიც არასდროს სანამ არსებობს, არც ზნეშეისხლის, არც ფერს დარჩებიან ისეთები, როგორიც არიან. არა, კი. კი, ეს ყველაფერი ჩვენს დასკვნაში აისახება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი გამოკითხვა სწორედ ამ გაგებით. გარდა იმ წამების არის იმ მსხვერპლის თქვენ გახდით არაერთხელ, მათ შორის 15 ივნის ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ჩამოგვაყალიბებინებს დასკვნას, ისე როგორც ის უნდა იყოს ჩამოყალიბებული, კერძოდ რომ ოპოზიციაში თავს რომ ასაღებდნენ ვართო და ბატონმა ირაკლიმ, რომელმაც უფრო მეტი იცის ჩემზე და თქვენზე, შეგვახსენა, რომ ისინი ოპოზიციაში კი არ იყვნენ შევარდნაძის, ისინი იყვნენ ხელისუფლების ნაწილი და ხელისუფლებიდან იბრძოდნენ იმისთვის, რომ მათ გარდა ყველა სხვა გაესტუმრებინათ, ჩამოეშორებინათ ხელისუფლებას და თვითონ გაბატონებულიყვნენ. მაშინაც კი და თქვენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციები მოგვაწოდეთ, ისინი იყვნენ იგივე, ისინი ვარდების რევოლუციის მერე არ ჩამოყალიბებულან ისეთებად, როგორებიც იყვნენ და შემდეგ, როცა უკვე ქართული ოცნების ოპოზიციაში გადაინაცვლეს, მათ გააგრძელეს ზუსტად ისეთებად ყოფნა. ააფეთქეს შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი, იმუქრებოდნენ, რომ ყველას აგაფეთქებთ, ვინც გაბედა და ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ხელი შეუწყო მოკლულებისთვის მემორიალის დადგმას, ეს მუქარები მეც მიმიღია პირადად მკვლელობის, რომ ბოდიში ერთხელ არ მოუხდიათ, რომ დღეს ბულინგს ბედავენ იმ გარდაცვლილების, მათი ხელით მოკლულების მშობლებზე, ოჯახის წევრებზე, მაშინ მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლებიც ამასობაში შვილები გაიზარდნენ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწევს დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, რომ ისინი არიან, რაც იყვნენ შევარდნაძის დროს, ისინი არიან, ვინც სისასტიკის უმაღლეს ხარისხში აიყვანა საკუთარ ხალხზე ძალადობა და ისინი არ იცვლებიან, ვერ შეიცვლებიან და ამიტომ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. ძალიან სასიშვები არის. ეს არის. ბატონო დაჩი, ჩვენ დარწმუნებული ვარ, ბრძოლა აღარ დაგჭირდება და შევძლებთ, რომ ის ბრძოლა, რაც თქვენ გაიარეთ და შევძლებთ უზრუნველყოთ ის, რომ თქვენს შვილებთან, ოჯახთან ერთად, მშობლებთან, დედასთან ერთად მეტნაკლებად მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება იმ ძიმე ვითარებაში მსოფლიოში, რაც არის შექმნილი. მადლობა. მაგრამ მაინც ყოველთვის მზად ვიქნებით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი შვილებიც გააგრძელებენ და რა თქმა უნდა ჩვენ და თქვენ ვარსებობთ და მანამდე ვიქნებით სანამ
სააკაშვილი ბოლომდე არ ჩაბარდება წარსულს. მადლობა.